გავაგრძელოთ ჩვენი ტრადიციული შეხვედრები კვირაობით. ჩვენ ვისაუბრეთ წინა შეხვედრაზე იმის შესახებ, როგორ მოხდა მტრობის გამოვლინება, რომელიც ჩამოვარდა დედაკაცსა და გველს შორის, დედაკაცის თესლსა და გველის თესლს შორის. ღვთისმსახურებაში მოხდა ეს გამოვლინება, პირველი გამოვლინება მტრობისა, კერძოდ მოხდა ადამიანის ფუნდამენტალური უფლების დარღვევა, ჭეშმარიტი ღვთისმსახურის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა კაინის მხრიდან, სხვაგვარად რო ვთქვათ, ჩვენ ნაწილად გვაინტერესებს და რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის გახლავთ ის, რომ ერთმანეთს უპირისპირდება, უпроსტოდ ჭეშმარიტებას უპირისპირდება სიმცდარე, ჭეშმარიტ ღირებულებათა სისტემას უკავშირდება მცდარი ფასეულობები. და სწორედ ეს მტრობა იგულისხმება უცნაურის ხოვლისა, როდესაც ბიბლიაში გაცხადდება დასაწყისი იმ ეპოქისა, იმ ერისა, რომელსაც დასასრულს დაუდევს თავად ჩვენი უფალი თავისი ჯვარცმით და ეს ეპოქა, რომელ ეპოქაში ჩვენ ცხოვრობთ, ამ მტრობის მინავლების და საბოლოო ჭეშმარიტების საბოლოო გამარჯვების ეპოქაში ცხოვრობთ ახლა ჩვენ. ძალიან საინტერესოა, რომ აი ეს მინავლება ამ მტრობისა და ჭეშმარიტების საბოლოო გამარჯვებას არანაირი პირი არ უჩანს რეალობაში, ხო? არა მარტო ჩვენი ემპირიული დაკვირვებიდან გამომდინარე, არამედ თვითონ წმინდა წერილის მოწმობიდან. რაც გულისხმობ. ბიბლიის წიგნთა კრებული სრულდება აპოკალიფსის წიგნით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თავისი სამეუფეო დაამყარა მაცხოვარმა ეკლესიის სახით ამ ქვეყნიური გადასახედიდან ქრისტიანული პერსპექტივა დადებითი არ არის უარყოფითია, ბოლოს ანტიქრისტიანობის. თითქოს და სად არის აგძლევა, სად არის გამარჯვება, სად არის ის, რაც საბოლოოდ უნდა ვთქვათ, მაგრამ დაუკვირდეთ მთავარ რამეს, რომ ქრისტიანობა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ამ ქვეყნად ვიღაცა ძლევამოსილი იყოს, ამ ქვეყნად ვიღაცა ძლევამოსილებით გამარჯვება სიკადოდეს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ჩვენი სიკადული არის ჯვარცმული ქრისტე და ისი ჯვარზე მომხდარი. სწორედ ამგვარი რამე იხილვება აბელის და კაინის შემთხვევაში. მიწიერი პერსპექტივის თვალსაზრისით კაინმა გაიმარჯვა, აბელი მკვდარია, კაინი ცოცხალი. არაფერი აქ რაღაცა თითქოს ერთი შეხედვით ჭეშმარიტების ძლევის ნიშანიც არ აჩენს. აბელი მკვდარია, კაინი ცოცხალია, სად არის ახლა გამარჯვება. მაგრამ ქრისტიანობა მას სხვანაირად უყურებს. ხედავს გამარჯვებას არა იმაში, ვინ დარჩა ცოცხალი და ვინ აღმოჩნდა მკვდარი, არამედ უყურებს შედეგს. კაინმა კი მოკლა აბელი, მაგრამ რა ვერ მოკლა. კაინმა ვერ მოკლა აბელის ღვთისმსახურება. კაინმა მოკლა ფიზიკურად აბელი აღარ არის ამ ქვეყნად. მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა აბელის ღვთისმსახურება, ამ ქვეყნად დარჩა აბელის მართებული აზროვნება, დარჩა მართებულ ღირებულებათა სისტემა. აი ამის მოსპობა ვერ შეძლო კაინმა. და ამის მოსპობას ვერ შეძლებს კაინის სულით წამოსული ვერც ერთი ტომი, ვერც ერთი ცივილიზაცია, ვერც ერთი ეპოქა. თავად გარანტია ამისა გახლავთ მაცხოვარი, რომელიც ამოსულ მის ეკლესია ვერ იქნება ძლეული ვერანაირად. ეს ეკლესია შეიძლება იყოს შევიწროებული, შეიძლება იყოს დევნილი, შეიძლება იყოს მიჩუმათებული, მაგრამ ვერანაირად ვერ იქნება ძლეული. აუცილებლად ერთის წინ მეორე გამოჩნდება, ვიღაცას გამოაჩენს ღმერთი, ვიღაცა ყავს თავისთვის ღმერთს, რომელიც გააგრძელებს, იტვირთავს იმას, რამაც საბოლოოდ უნდა დაადასტუროს ჭეშმარიტება ქრისტიანობისა. აი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კაინმა მოკლა აბელი, ვამბობთ იქვე, რომ კაინმა ვერ მოკლა აბელის ასრულება. და სწორედ აი ეს არის, აი ამ თემას უნდა დაუკავშირდეთ და პრინციპში რომ ვისაუბროთ, აზეც ვილაპარაკეთ, ჩვენ ვილაპარაკებთ სწორედ ამაზე. ვილაპარაკებთ პიროვნებებზე, ვილაპარაკებთ ადამიანებზე, რომლებმაც შექმნეს ეპოქა იმდენად, რამდენადაც გააგრძელეს ის ღვთისმსახურება, რა ღვთისმსახურებას ვიხილეთ აბელის შემთხვევაში. ახლა დავუბრუნდეთ უშუალოდ წმინდა წერილის ტექსტს და შევხედოთ ასეთ რამეს, რომ აი აქ კაინი ღმერთი ეცხადება კაინს და ეუბნება, სად არის შენი ძმა? კაინი პასუხობს, რომ მინ დაადგინა ის თავისი ძმის დარაჯად, მინ დაადგინა კაინი თავისი ძმის დარაჯად. ხო დაადგინა იმან, რომ უფროსი ძმაა და ევალება უმცროს ძმაზე მეთვალყურეობა, ხო, ბუნებითი რამ წესით. ამას თავი დავანებოთ.
აი ამ მიმართვის ბოლოს, ოდესაც ღმერთი ეუბნება კაინს, რომელსაც ჩაიდინა მის სისხლის შემოღაღადებას მიწიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს შემოღაღადება არის ძალიან საინტერესო ტერმინი. ღაღადი, სისხლის ღაღადი არის ძალიან საინტერესო ტერმინი. ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი აპოკრიფი ენოქის წიგნი. მე წინა შეხვედრაზე გითხარით, რომ ეს წიგნი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და თვითონ მოციქულებთანაც კი გვაქვს ალუზია, გვაქვს მითითება ამ წიგნთან დაკავშირებით, თუმცა შემდგომ ის გნოსტიკური ერესების შედეგად ძლიერ შეირყდა და კანონიდან იქნა ამოღებული, მაგრამ ძალიან ავტორიტეტული წიგნი იყო და აი ენოქის წიგნში ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი საინტერესო ამბავი, რომ ენოქი მოგზაურობს, იცით თქვენ ის ხორცელათი გზა იქნა აღტაცებული, ანუ აღტაცებული დასწიშნავს ჩვენ მერე ვისაუბრებთ ელიას ამაღლებასთან დაკავშირებით და ვიტყვით რომ ამაღლებული ამ ნიშნით არც ერთი არც ელია და არც ენოქია, მაგრამ სხვა რამე მოხდა, პალამა არცებს ამას ყურადღებას ეს თავის ადგილას ვიტყვით და ამას თავისი დრო აქვს. ყოველ შემთხვევაში ენოქი აი მოგზაურობს აი ამ მიღმურ სამყაროში, მოიხილავს ამ სამყაროს ამ წიგნის თანახმად, სხვადასხვა ანგელოზე, რაფაელ მთავარანგელოზე თანამოგზაურია მისი, ეს ანგელოზი დაყვებიან და აი ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, როდესაც რაფაელ მთავარანგელოზია მისი მეგზური, ენოქ შემოესმება გმინვის ღაღადების ხმა და იკითხავს ეს რა ხმა არისო და მთავარანგელოზი პასუხობს, რომ ეს არის აბელ მართლის ღაღადი და ეს ღაღადი არ დაწყნარდება მანამ სანამ ნაცვლობას არ მიიღებს ღვთისაგან. ღაღადი, ტერმინი ღაღადი მეგობრებო გულისხმობს აი ესეთ რაღაცას, როგორი ტერმინია იცით, აი სხვა გამოსავალი რო არა გამწარებული რომ ითხოვ შველას. აი ეს არ არის უბრალოდ შეძახილი, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ტკივილი განცდილი სულის ამოძახილი. ეს არის აი გამწარებული ადამიანის, აი სხვა საშუალება რო არა აქვს და ვიღაცასო მიმართავს, ეს ვიღაცა ისეთი ვიღაცა, რომლის იქითაც უკვე სამართლის ძებნად გამორიცხული, აი ან ეს განაჩენს და ის მოხედავს, ან და გაუბედურდება საბოლოოდ, აი ეს ამოკრესაც ხოთაშორის მე მითხრეს, არ ვიცი დასწრებული არ ვარ, მაგრამ მითხრეს, რომ აი ეს წესი დღევანდელ დღემდე შენახულია ანტიოქიის ეკლესიაში ეპისკოპოსი როცა ჩდება, აი თუ გინახავთ თქვენ მომლოცველთა გარკვეული ჯგუფებია, როდესაც საფლავზე მიდიან, წმინდანის საფლავზე მიდიან, ყიჟინას დასცემენ ხოლმე. და ხმაურობენ და მთელი ამბებია რაღაც ეგეთ რაღაცებს აკეთებენ და რაღაც ძალიან რთულია იქ დგომა და რაღაც ლოცვითი გარემო არ იკრიბება. და ცოტა შემაწუხებელიცაა და მე ამიხსნეს მე რომ თურმე ეს არ არის უპატივისცემლობა. ეს არის ღაღადი წმინდანის წინაშე, აი ამ ფორმას აღასრულებენ, უღაღადებენ წმინდას, ვედრების ფორმაა ეს რაღაც გარკვეულწილად და დღევანდელ დღემდე თუნდაც ანტიოქიაში შენახული, ანტიოქიის ეკლესიაში შენახულია, როდესაც ეპისკოპოსი გამოჩნდება, აი ესეთი ყიჟინით ხდებიან თითქოს და ის თითქოს ეს ეპისკოპოსის სახეა ჩვენი ქრისტესი და აი ქრისტეს უღაღადებენ, შეთხოვენ რომ მოხედოს მათ გასაჭირს. ანუ ეს ღაღადი არის, აი ჩვენ სოდომ გომორზე რომ მივალთ, იქაც ვიტყვით, რომ ღაღადი გაისმა მოსე რომ უნდა გამოიყვანოს ისრაელი ეგვიპტიდან, იქაც ვხვდებით ამ ტერმინს, რომ ესმა ღმერთს თავისი ერის ღაღადი და ასე შემდგომ და ეს ღაღადი ისეთი რაღაცაა, ამის შემდგომ ეს ტერმინი დაფიქსირდება წმინდა წერილში, ამის შემდგომ რაღაცა უნდა მოხდეს, რაღაცა მნიშვნელოვანი ამბის თხრობისათვის ემზადება წმინდა წერილი. ხო და ეხლა მე ენოქის აპოკრიფში აი ეს პასუხი აქვს ენოქს, რომ აი ეს ღაღადი არის აბელ მართლის ღაღადი, ეს სისხლი ღაღადებს, ანუ ითხოვს სამართალგებას. ეს ძალიან საინტერესო ადგილია. ჩვენ აპოკალიფსის წიგნში გვაქვს ერთი ასეთი ამბავი, რომ თეთრით შემოსილები და ვიცით რომ თეთრით შემოსილები არიან მოწამეთა სულები. კრავის საფრთხის წინაშე წარდგებიან და კრავის წინაშე ასეთ რამეს ამბობენ, ოდეს მიაგებ ჩვენი სისხლის და ჩვენ წინს, ანუ სამაგეროთაც გადავუხდი იმათ, ვინც ჩვენი სისხლი დაყარეს. ხა წარმოუდგენელია ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია ვიფიქროთ, რომ წმინდა გიორგი, რომელიც უფლის საყდრის წინაშე მოდასაობს და რომლის ცხოვრებაშიც გარდამოცემა რასაც აფიქსირებს და რაც მის დაუჯდომელში ასახული, რომ როდესაც თავს ჭრიან წმინდა გიორგის
გიხარო და რაღაცა თუ იტანჯებოდი სულისა მისისა წარწმუნდისათვისო დიოკლეტიანი იგულისხმება უხარია რომ ქრისტეს მოწამეობის გვირგვინს იღებს მაგრამ წუხს დიოკლეტიანის სულისათვის რა წარმოუდგენელია ეს წმინდა გიორგი რომელიც ასეთი მოწუხარია დიოკლეტიანის სულისათვის იმ ქვეყნად რომ წარდგა უფლისაღრეს წინაშე მაცხოვარს ასე ვთქვათ მოთხოვნა გადასცა რომ ახლა შენიცი და დიოკლეტიანი არ გაახარო ქვემოთ absolutურად გამორიცხულია ეს არ არის ჩვენი ღმერთი ის ღმერთი რომლის წინაშეც წმინდანების სამართალგებას ამ ნიშნით სამართალგებას ითხოვენ ამდენად ეს ღაღადი რომელიც ითხოვს ღვთისაგან სამართალგებას არის ამ ღაღადის ავტორი არა კონკრეტული წმინდანი ან აბელი ან ეს რა ქვია სოდომში დაჩაგრული რომელიმე ადამიანი არამედ ეს არის თვითონ საღვთო სამართალი საღვთო სამართალი არ ეგუება საღვთო სამართალი არ იგუებს იმას არანაირად რომ აი ამ ქვეყნებრივ უსამართლობა მისი საფრთხის წინაშეც გამართლებული იყოს ტროლის არსიც ეს არის ის არაზუსტ არ მიიღებს ამ ქვეყნებრივ უსამართლობას როგორც სამართლიანობას აუცილებლად გაცვალება ექნება კი ჩვენ ვიცით რომ ღმერთი არის სიყვარული მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც რომ ღმერთის სიყვარული არ ნიშნავს რომ მისი სიყვარული ვლინდება მისი სამართლიანობის ხარჯზე ღმერთი თანადროულად არის სიყვარული და თანადროულად არის სამართლიანი აი ქმნილებას ეს არ შეუძლია ქმნილების შემთხვევაში ჩვენ ასეთი რამ არ აგვაქვს ქმნილება ან სამართლიანია ან მოყვარულია თანაბრად ორივე ვერ იქნება რატო ქმნილების თვისებაშია ეს მას არ შეუძლია ასეთი რამ იყოს ღმერთთან ეს გამორიცხულია თანაბრად არის სამართლიანი და იმავდროულად არის სიყვარულიც ის სიყვარულში იდებს სამართალი და პირიქით სხვაგვარად რო ვთქვათ აი ეს ღაღადი აბელ მართლის სისხლის ღაღადი რომელიც ითხოვს იმას რა ქვია იმას ნაცვალგებას სამართალგებას მოხედვას საღვთო სამართლისაგან გულისხმობს ამას სწორედ რომ არც ერთი დაღვრილი სისხლი არა აქვს ამას მეგობრებო მნიშვნელობა იქნება ეს სისხლი დაღვრილი დედის მუცლის წიაღში თუ იქნება დედის მუცლის წიაღის მიღმა ადამიანის სისხლი აუცილებლად მოკითხული იქნება ყოველთვის და ჩვენ ამას ნოეზე რო გადავალთ იქ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ წმინდა წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას აი ახლა აი ამ შეპასუხება შელაპარაკების ბოლოს რასაც კაინი მართავ ჩვენ ამას დიალოგს ვერანაირად ვერ დავარქმევთ ღმერთთან კაინი ამეუბნება ასეთ რაღაცას ღმერთს რომ ახლა ყველა შემთხვევაში შეიძლება მისი მოკლა ანუ რა ეშველება მას ეს ძალიან სიმპტომატურია კაინის ეს სიტყვები როგორ შეგვიძლია გადავთარგმნოთ კაინის ეს სიტყვები თანამედროვე ენაზე რას ეუბნება კაინი ღმერთისაგან რას ითხოვს კაინი ითხოვს 110 ნაკლები მისი უფლებების დაცვას კაინი არ არის ორიენტირებული იმაზე რა ჩაიდინა იმ ჩადენილ საქმეს რა ეშველება იმ ჩადენილ საქმეს რა ეშველება და იმ საშინელებას რა ეშველება კი არა თვითონ ამას რა ეშველება ამის მოკლა შეეძლებათ ამის დევნა შეეძლებათ ახლა ამის უფლებებია დასაცავი ეს ძალიან სიმპტომატურია დღევანდელ დღეს, როდესაც გადაგებულია დიდი და პატარა უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე და არავინ არ ფიქრობს იმ მოვალეობებზე, რომელი მოვალეობაც მას შესასრულებელი ქონდა და ევალებოდა. მხოლოდ უფლებებზეა საუბარი, მოვალეობებზე არ არის საუბარი. ამიტომ კაინის ეს შეძახილი ღმერთის მიმართ რაღაცნაირად გულისხმობს სწორედ ამას. რა ჩაიდინა ეს კი არ არის საპრობლემო. რა ეშველება ეს არის საპრობლემო. მას დევნას დაუწყება და ამ დევნისაგან როგორ უნდა იყოს დაცული. ღმერთი ეუბნება კაინს რომ თუკი მისი საჯელი ესეთი სიმძიმის არის პერიფრაზირებას ვახდენ წმინდა წერილისას კაინის ყველი 7ჯერ უფრო დაიჯება და ნიშანს დაადებს ანუ თავად საფრთხო განაჩენი გახლავთ მაუწყებელი იმისა რომ კაინი ნაცვალგებით სიკვდილის ნაცვალგებით არ იქნება ცხოვრება მოსწრაფებული თუ ის აი ამ დიალოგს გაყვება და აი ამ შემოხმიანებას ჩაუღრმავდება და წმინდა წერილში წერია ნიშანი დაადო კაინსო ახლა უბრალოდ რო ვთქვათ ეს არ არის საინტერესო, რასაც ახლა მე ვიტყვი, მაგრამ უბრალოდ აინტერესებთ ხოლმე რა ნიშანი დაადო ღმერთმა კაინს, რომელმა ნიშანმაც უნდა კაინი დაიცვას ნაცვალგებისაგან. ძალიან საინტერესოა ზოგადად მეგობრებო წმინდა ეფრემ ასურის ეგზეგეტიკა, ვინაიდან ის თავისი ეგზეგეტიკის ბოლოში ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ენის მონათესაობის გამო ებრაულ ენას გულისხმობს, ბევრი რამე ქონდა მოსმენილი და ბევრი რამე ქონდა გაგონილი, წაკითხული ებრაულ ნაწერებში და რაც სათნო იყო ღვთისათვის, ანუ რაც წმინდა წერილში ესაკეთებოდა, ის წამოიღო მან და თავის ეგზეგეტიკაში ჩასვა. ამიტომ აი ეფრემ ასურის ეგზეგეტიკას რო ვკითხულობთ, აი უცებ ისეთ რაღაცას იტყვის, აი რო არ ეთქვარც არაფერი დაშავდება. უცებ ისეთ რაღაცას იტყვის, ან საიდან მოიტანა, ან ვინ უთხრა, ან საიდან დაასკვნა ეს ყველაფერი.
ნუ აი გაოცებას იწვევს. მაგრამ ბოლოს განმარტავს, საიდან მოიტანა და იუდაურ გარდამოცემაში იუდაის როცა ლაპარაკობ გულისხმობ კლასიკურს და არა ტაძრის შემდგომს, რომელიც კაბალისტიკასთან არის მთლიანად ნაზავი და იუდაიზმისაგან არაფერია დარჩენილი გარდა კაბალის რაღაცა სიმახინჯისა. რომ აი ებრაულ გარდამოცემაში რაც იყო, აი აშკარად ის აქვს ამოღებული ამ კაცს. რატო ვამბობ ახლა ამას მე? რომ აი როდესაც აი ნიშანზე იყო საუბარი, არც ერთი წმინდა მამა ნიშანთან დაკავშირებით რაღაც ისე გარკვეულ მტკიცებით ფორმაში არ საუბრობს. სხვადასხვა აზრი ამასთან დაკავშირებით. თითქოს ეფრემას ულთან ველოდებოდით ჩვენ რომ ის რაღაც ან გარდამოცემა ეწოდინებოდა მას რაღაცა ცნობა ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რა ნიშანი დაადო ღმერთმა კაინს, რითაც ის დაცული უნდა ყოფილიყო ნაცვალგებისაგან. და წმინდა ეფრემას ული ამბობს საოცარ კითხვებს. რაში გაინტერესებს შენ რა ნიშანი დაადო ღმერთმა კაინს და აგრძელებს საუბარს, არც უბრუნდება ამ ნიშანზე, რაც აქვს საუბარი ეფრემას ულს. ზოგადად საეკლესიო ლიტერატურაში სამი აზრია გამოთქმული ამ ნიშანთან დაკავშირებით. ერთი გულისხმობს იმას, რომ კაინის ქედმაღლური გამოხედვა, კვლელს აქვს სხვანაირი გამოხედვა, ცივი გამოხედვა აქვს და ძალიან ისეთი სიმპტომატური გამოხედვა, კაინის გამოხედვა, ეს იერი, ეს ქედმაღლობა კაინისა თავად იყო ნიშანი აი ამ დიალოგისა, აი ამ ურთიერთობისა. მეორე აზრი გახლავთ ის, რომ თვითონ საღვთო განგება, საღვთო ბრძანება ამ ნიშანს გულისხმობდა. და არის მესამე კიდე აზრი გამოთქმული ძალიან საინტერესო, რომ კაინის შუბლზე გამოისახა გაწყვეტილი ძარღვი. გაწყვეტილი ძარღვი, ანუ მთლიანი ძარღვი, რომელიც არის გაწყვეტილი, აი შუბლის ძარღვის გაწყვეტა, ამას უკავშირდება აქედან მოდის სწორედ, რომ ეს არის უსინდისო ადამიანის ნიშანი, რომელიც მზად არის ან ფიზიკური, ან მორალური, ან სულიერი მკვლელობისათვის. და ეს სამი ნიშანი აქ მეტი აქ არც არაფერია ნათქვამი და ეფრემას ულის არ იყოს ეს არც არის საინტერესო. საინტერესო ისაც ხდება შემდგომ. წმინდა წერილში წერია, რომ კაინი დაიმკვიდრება ნოდის ქვეყანაში. ნოდის ქვეყანაში. სიტყვა ნოდი ნიშნავს ძრწოლას, თრთოლას. ანუ კაინი გადაიხვეწა თრთოლის და ძრწოლის გარემოში. კაინი ცხოვრობს ახლა შეძრწუნებული, ათრთოლებული ცხოვრობს და როგორც ფსიქიატრიაში და ფსიქოლოგიაში ეს ძალიან კარგად განსაზღვრული კვლელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სწორედ ასეთ რამეს გულისხმობს. აი სერიული მკვლელები რო ხდებიან, აი ყურქვა და ცივი მკვლელები რო ხდებიან. ეს გახლავთ არც მეტი არც ნაკლები საშუალება და გზა იმისა, რომ ამ ძრწოლას გაექცნენ და აი ცხოვრების ამ წესით ეს ფსიქოლოგიური წნეხი გადალახონ და მეტი არაფერი. ახლა კაინის ძრწოლის და თრთოლის გარემოში მოქცევა ეს ჩვენთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც წმინდა წერილი იტყვის საოცარ რამეს. რომ აი ამ ძრწოლის და თრთოლის გარემოში, ნოდის ქვეყანაში კაინი იწყებს ქალაქის შენებას. აი კიდევ ერთი საინტერესო ცნობა. კაინი არ გახლავთ მარტო ის, რა ვიცი, აი მართლა დახვეწილი მეცნიერი, რომელმაც იცის ბუნების კანონები შესწავლილია და იცის მიწა როგორ მოჩიჩქნოს, რომ მის აიძულოს იგივე ნაყოფები მისცეს ადამიანს ან ნაყოფებსაც სამოთხეში იძლეოდა. არა, კაინი გენიალური არქიტექტორიც არის. გენიალური არქიტექტორიც არის. ქალაქის შენება, რომელსაც ახლა კაინი იწყებს, ამას აი ტერმინი ქალაქი ებრაულში წარმოდგენილი არა როგორც რაღაცა ნაგებობა, არამედ როგორც შეკრული სივრცე, ციხე, კოშკები და ქონგურები, დამცავი ნაგებობები და რო წარმოიდგინოთ შუა საუკუნეების ქალაქი თავისი დამცავი ფორტიფიკაციებით. შესაბამისად, კაინი არის გენიალური არქიტექტორი, კაინი იწყებს ქალაქის შენებას და კაინი იწყებს რაღაცა აი შემოსაზღვრული სივრცის, ჩაკეტილი სივრცის შენებას, რომლის შიგნითაც უნდა განვითარდეს ის ცივილიზაცია, ის მოდგმა, რომელსაც ჩვენ ამ ლექციაზე და შემდგომშიც კაინის ცივილიზაციის სახელით მოვიხსენიებთ. მეგობრებო, საქმე ეს გახლავთ, რომ კაინის მიერ ქალაქის შენება გაგებულია როგორც კაინის სურვილი. საღვთო განგებამ კი არ უნდა დამიცვას მე ჩემმა მეცადინეობამ, ჩემმა მცდელობამ უნდა დამიცვას. მე თვითონ უნდა ვიზრუნო ჩემ თავზე. რაღაცა რელიგიური ჭეშმარიტებები კი არ ზრუნავს ჩემს მომავალზე, რაღაც რელიგიური ჭეშმარიტებები კი არ განსაზღვრავს იმას, მე რა მომივა ან რა არ მომივა. მე თვითონ ჩემ თავსაც გავუკეთებ ის მომივა და ჩემ თავს რასაც არ გავუკეთებ ის არ მომივა. ჩემზე ეს ყველაფერი დაგუხდება. შესაბამისად ჩვენ წინა ლექციაზე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ. კი, კაინი აღიარებს ღმერთად
ქვეყნის შემოქმედ ღმერთს, იმ ღმერთს, რომელიც მას ადამმა გააცნო, მაგრამ კაინის მსახურება არ არის ამ ღმერთისადმი, კაინის მსახურება არის სულ სხვა ღმერთისადმი, ანუ კერპისადმი, ჩვენ ამ კერპს დავარქვით სახელი, კაინის კერპს ქვია ადამიანური შესაძლებლობები. აი ეს კერპი ყავს კაინს, ამას ემსახურება, იმ ღმერთს კი აღიარებს, მაგრამ ამ ღმერთს ემსახურება და ზოგადად ეს არის წარმართული შეხედულება. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ამას შევეხებით, მაგრამ წარმართული შეხედულება რა არის წინ დაწყილო თქვა. წარმართი არასდროს არ გეტყვის, რომ თქვენი ღმერთი არ არის და ჩემი ღმერთი არის. ამას არასდროს არ იტყვის. აი მაგალითად რომ ის იმპერიაში ჩვენ კიდე შევეხებით ამ ადგილს, როდესაც სეპტიმეს სევერს შეყავს პანთეონში, რომის პანთეონში მოსესა და ა ブラ ამის გამოსახულებების გვერდით იესო ქრისტეს გამოსახულება, ეს იყო ძალიან საინტერესო მომენტი. ქრისტიანობა იდევნება მარტივი რამის გამო, იდევნება იმის გამო, რომ იესო ნაზარეველს ღმერთად აღიარებს. და იუცებ იმპერია აკეთებს საოცარ რამეს. ქრისტეს გამოსახულება შეყავს პანთეონში, ანუ ქრისტეს აღიარებს ღმერთად. აი აქ ქრისტიანული ეკლესიის პირველი ნაწილი, ანუ პირველი 3 საუკუნის ისტორიაში ერთგვარი პაუზა კეთდება, თითქოს იმპერია ელოდება ახლა, რომ ქრისტე რომ ღმერთად აღიარა იმპერიამ, ახლა ქრისტიანობაც წამოვა შემხვად ნაბიჯზე და ქრისტიანობაც აღიარებს იმპერატორის საღვთო გენიას. ძალიან მარტივია, ძალიან ლოგიკურია, ბეთუ დაგითმე შენ ცუდად დამითმე. ქრისტიანობის ისტორიის არსი გახლავთ მეგობრებო და ქრისტიანობის არსი გახლავთ სწორედ ეს. ეკლესია არ წავიდა ამ დათმობაზე. შენ რო ქრისტეს ღმერთად აღიარებ, ეგ არ არის საკმარისი. ვინაიდან ქრისტეს აღიარებ ერთ-ერთ ღმერთად და მე გეუბნები ქრისტე უნდა აღიარო ერთადერთ ღმერთად. აი, როგორი ლოგიკაა იცით? ორი მხარე რო დაუდგეს ერთმანეთთან და ერთმა მხარემ რო თქვას, აი მე გითმობ და ელოდება ახლა ისიც დამითმობს. მაგრამ ის მეორე არ უთმობს არავითარ შემთხვევაში. იმ მეორეს აქვს ერთადერთი პრინციპი. მე ვაღიარებ არა შენ ჭეშმარიტება, ჩემი ჭეშმარიტების გვერდით, არამედ მათ მოთხოვნა. შენ უნდა უარყო შენი სტომილება და თან უნდა აღიარო ჩემი ჭეშმარიტების ერთადერთობა. შეუვალია მაშინ ქრისტიანობა. აბსოლუტურად შეუვალია. ამიტომაც ოდესაც რაღაცა პოლიტკორექტული, რაღაცა ბრჭყალებში ტოლერანტული და სინამდვილეში ცრუ ტოლერანტული ახალი ეპოქის რელიგია შემოდის, ამ რელიგიის სული ეს გახლავს სწორედ. რომ ყველა უნდა იყოს მართალი, ყველას თავის ჭეშმარიტება აქვს, რელატიური მოძღვრებები, რელატიურ ფილოსოფიაზე დამყარებული, მულტიჭეშმარიტების იდეა, ქრისტიანობასაც შესთავაზებენ ამას, უკვე სთავაზობენ, მაგრამ უფრო მძლავრად შესთავაზებენ ამას. და ქრისტიანობას ეთქვია, რომ თუ კი ჩვენთვის თქვენი მოძღვრება არ არის მიუღებელი, თქვენთვის ჩვენი მოძღვრება რატოა მიუღებელი? ჩვენ თუ გითხოვთ, თქვენს დაგითხოვთ. აქ ეკლესიას ექნება ერთი პასუხი, ერთადერთი პასუხი. ვერანაირად ვერ დათმობს. ან იქნება ის ჭეშმარიტება, რომელიც თვითონ ქადაგებს, ან შეეწირება ამ ჭეშმარიტებას. სხვისას ვერ მიიღებს. არატოლერანტული იქნება თანამედროვე კაკებით. რეტროგრადული იქნება თანამედროვე კაკებით. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იმისა, რატომაც აი ბოლო ჟამს ანტიქრისტეს პერიოდში ქრისტიანული სამყარო იქნება დევნილი. დევნილი არა იმიტომ, რომ ვიღაცა იმუშავებს ამაზე, რომ ქრისტიანები ცუდები არიან და დევნით, არა, თვითონ საზოგადოებრივი აზრი იქნება ასეთი, რომ ქრისტიანული შეუწყნარებლობა, ბრჭყალებში შეუწყნარებლობა თავისთავადია, გულისხმობს თანამედროვე ეპოქის აი ამ დიალოგის, ამ ტოლერანტული ურთიერთობის ხელშემშლელ პირობებს და ის მოცილებული უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროდან. ქრისტიანობის არსი გახლავთ სწორედ ეს. ის არასდროს არ იტყვის, რომ ჩემი ქრისტე შენ ღმერთთან ერთად არის ღმერთი. ან მარტო ქრისტეა ღმერთი, ან არა და ის შეეწირება ამას ყველაფერს. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ამას შევეხებით, რომ ის იმპერიისა და ჩვენ როდესაც ვისაუბრებთ ახალი აღთქმის ეკლესიასთან დაკავშირებით, ვიტყვით აუცილებლად იმას, რომ ეკლესია თავისი არსით არ ამიწიერია. ზე პოლიტიკურია, ზე ნაციონალურია, ზე სოციალურია, ზე კულტურულია, რაღაცა სხვა არის, რაღაცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაღაცა ისეთია, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ჩვენ შევეხებით იმ საკითხსაც, რომ როდესაც მოსე მივა ფარაონთან, ფარაონი კი არ უარყოფს მოსეს ღმერთს, უბრალოდ ფარაონს მოსეს ღმერთი არაფრად არ მიაჩნია, თორემ ის არსებობას აღიარებს. აი, როდესაც თანამედროვე ქრისტიანობას უყურებთ, აი ამას ხშირად აქცევენ პრობლემას ყურადღებას, ჩვენი პრობლემა ხშირად არის ეს, ჩვენ ქრისტეს გვერდით სხვა ღმერთებით საუბრობს. ჩვენთან არის ეს საშიშროება, შემოპარულია ეს საშიშროება, რომ ჩვენ ქრისტეს გვერდით ვაღიარებთ სხვა ღმერთებსაც. ზოგიერთ ღმერთს ქვია რაღაცა სოციალური პროგრამა, ზოგიერთ ღმერთს ქვია რაღაც პოლიტიკური გზავნილი, ზოგიერთ ღმერთს ქვია რაღაცა ეკონომიური, რაღაცა რეფორმა, სხვადასხვა ღმერთები გვაქვს ჩვენი, სხვა ზოგიერთ ღმერთს ქვია ადამიანის უფლება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ.
ქრისტეს გვერდით აქვს ეს ხშირად დაყენებული ჩვენ სინამდვილეში ეკლესიისათვის ერთი ახსნა და ეს არის ქრისტე და მისი იზღირებულებები რომელიც მის სარწმუნოებას ეფუძნება. აი სწორედ აქ ამ ადგილას მინდოდა ეს მეთქვა მარტივი მიზეზის გამო რომ როდესაც კაინი ემსახურება ადამიანურ შესაძლებლობებს, ანუ კერპი ყავს დაყენებული ადამიანური შესაძლებლობებისა, ეს იმას კი ნიშნავს, რომ იმ ღმერთს უარყოფს, არა, ეს ღმერთიც არის და ის ღმერთიც არის. არსობრივად თავისთავადია იმ ჭეშმარიტ ღმერთის უარყოფა, მაგრამ კაინის რელიგიისათვის ეს ყველაფერი თავსებადია. წმინდა წერილი ქალაქს უყურებს უარყოფითად, არ უყურებს დადებითად. ვინმეს თუ გამოირჩევს ქალაქს უყურებს აი ჩაკეტილ სივრცეს, რომლის შიგნითაც დუხს ადამიანური შესაძლებლობები არ უყურებს დადებითად, უარყოფითად უყურებს. ვინმეს თუ გამოირჩევს, გამოიყვანს ქალაქიდან და ახეტიალებს. აი იძაბება თხრობა, აი კულმინაცია იკვრება მაშინ, როდესაც ეს რჩეული ქალაქს მიუახლოვდება. აი ქალაქში თუ შევაღმრეს და ეკარგება. თუ ამ ქალაქს გვერდ ჩაუგვის, მაშინ საფრთხო გზაზე დარჩება. აი ძალიან ის აქვს წმინდა წერილს ამ ქალაქისადმი ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება აქვს. პირველი ქალაქი, რომელიც მოეწონება წმინდა წერილს და ამ ქალაქის შემდგომის დამოკიდებულება შეიცვლის და სხვანაირად შეხედავს ქალაქს, გახლავთ რომელი ქალაქი? ყველა ხსენს ამას. ქალაქი იერუსალიმი. ქალაქი იერუსალიმი, ვინაიდან ამ ქალაქს მოეხსნება თავისი დანიშნულებით ის ჩაკეტილობის აზრი, რომლის შესახებაც ახლა ჩვენ საუბრობთ. ახლა წმინდა წერილში ნათქვამია ასეთი რაღაცა, ჩვენ ახლა რა უნდა ვთქვათ, შეთანხმებულები ვართ ამაზე მეცნიერებასთან ერთად, რომ პრეისტორიული ხანაა, წყარო არის რელიგიური და შესაბამისად ტერმინები არის სიმბოლოებში ჩამალული და ეს სიმბოლოები უნდა გავიაზროთ და ამ სიმბოლოებით გავმარტოთ ის და გავიაზროთ ის ამბავი რა ამბავი წმინდა წერილშია წარმოდგენილი. საქმე ის გახლავთ მეგობრებო, რომ აი აქ ამ ადგილას ნათქვამია, რომ კაინს შეეძინა შვილი, უწოდა ენოქი და კაინმა ენოქი დაარქვა ამ ქალაქს. ახლა საქმე ის არის, რომ კაინს მარტო ენოქი კი არ შეეძინა. კაინს შეეძინა ენოქი და ბევრი სხვა კიდე. მაგრამ წმინდა წერილი ამ ყველადან ერთს ირჩევს და იმ ერთის სახელს ასახელებს, რატო? აი ამ სახელის მნიშვნელობა რაც არის, აი ამ მნიშვნელობით განმარტავს კაინის შემდგომი ეპოქა, როგორი ეპოქა, ანუ რაც ნიშნავს სახელი ენოქი, აი ისეთი დრო დადგა კაინის შემდგომ თაობაში. და ენოქ შეეძინება შვილი, ხო? ბევრი შვილი შეეძინება ენოქს, მაგრამ აქედან ერთ სახელს გვეთქოს მარტო. ის სახელი, რასაც ნიშნავს, აი ისეთი დრო მოვიდა კაინის შვილიშვილით, ანუ მეორე მესამე თაობის პერიოდში და ასე შემდგომ. სახელი ენოქი ნიშნავს აღზრდილს. ანუ მოსეწინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ იმ ცივილიზაციაში, რომელიც ცივილიზაციაც იწყება კაინისაგან, შემდგომი თაობა კაინის სულით არის აღზრდილი. ამ მკვლელი მამამთავრის სულით არსებობს. აი ამ სულით ვითარდება. რა სულია? ეს სული ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ეს არის რაღაცა უფლებებზე გადაგებული, ეს არის წარმართული, ეს არის ადამიანური შესაძლებლობებზე დაფუძნებული ცივილიზაცია, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანურ გონებას შეუძლია სამყაროში დამკვიდრება და სამყაროს შენარჩუნება. მე არ ვიცი ახლა არანაირ მითითებას არ ვიძლევი, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო ხშირად ამბობს მეცნიერება, რომ ის ისე განვითარდა, ღმერთის საჭირო აღარ არის. აი რაღაცა ამდაგვარი ისა აქვთ, რა ქვია, იდეოლოგიური სლოგანი აქვთ კაინის ცივილიზაციაში, შემდგომი თაობა არაფრით არ არის უკეთესი, მოსეწინასწარმეტყველი გვეუბნება, ის არის აღზრდილი იმის კვალობაზე, რა კვალობაზეც აზროვნებდა მკვლელი კაინი. შემდგომი თაობა ხასიათდება სახელით ყირადი. თვითონ სიტყვა გვეუბნება ყირადი რას ნიშნავს? ნიშნავს დაყირავებას, დაშვებას, დაქვეითებას, ამოტრიალებას, ამობრუნებას და მოსეწინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ეს ცივილიზაცია დაყირავდა და ქვემოთ დაეშვა მითის დაცემისაკენ. ახლა იქ რაღაც სახელებიც არის მოხსენებული, მე ამით თქვენ არ შეგაწუხებთ, თუმცა ისიც საინტერესოა ძალიან. და ბოლოში აი ამ ცივილიზაციის გენეალოგიური ნუსხის ბოლოში გვიწერია ასეთი პიროვნება, ლამექი, რაც ნიშნავს სისუსტეს. ანუ მოსეწინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ სადღაც მეექვსე თაობაში, კაინიდან მეექვსე თაობაში ცივილიზაცია, რომელსაც საფუძვლოს უდებს კაინი, ეს არის სუსტი ცივილიზაცია. ეს არის კაინის სულით აღზრდილი, დაყირავებული, დასუსტებული ცივილიზაცია. აი ჩვენ ახლა უნდა წმინდა წერილს მოусმინოთ და გავიგოთ, გავიაზროთ, რას ნიშნავს წმინდა წერილის ენაზე სუსტი ცივილიზაცია.
აი ამ ლამექს ეს გახსოვთ პირველი პიროვნება რომელმაც შემოიტანა პოლიგამია ორი ცოლი ყავს მას ანუ აქ ხვდებით პირველად მითითებას იმასთან დაკავშირებით რომ ის ურთიერთობა რა ურთიერთობას მამაკაცსა და დედაკაცს შორის უნდა იყოს თუნდაც დაზიანებულ შემთხვევაში როდესაც მამაკაცი ეუფლება დედაკაცს მაგრამ შენახული უნდა იყოს თავარი მსახურება ერთმანეთისა სიყვარული ერთმანეთისა და სიმტკიცე აი ამ აი ირღვევა ლამექთან ეს ყველაფერი და დედაკაცი ხდება როგორც მოხმარების საგანი, მამაკაცის ვნებებისა და იმპულსური გამოძახილების დაკმარების საგანი და რაღაც აზრით დაყირავება და დასუსტება ამასაც უკავშირდება. რატომ ამას უნდა მოგვიანებით აუცილებლად ვიტყვით დღესვე. მეორე, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, აი ამ ლამექს, ანუ ამ სისუსტეს, ამ ცივილიზაციურ სისუსტეს, რომლის სახელითაც მოსეწინასწარმეტყობა ეს ცივილიზაცია დაასახელა, ყავს 4 შვილი. 4 შვილი. 3 ვაჟია და 1 ქალია. ზოგადად მინდა იცოდეთ, როდესაც გენეალოგიურ ნუსხებში, ბიბლიის გენეალოგიურ ნუსხებში ჩვენ გვაქვს ქალი ნახსენები. არ არის ხოლმე საერთოდ გაურბის წმინდა წერილის ავტორი ქალის მოხსენებას გენეალოგიურ ნუსხებში. ქალს თუ ახსენებს, ეს ისეთი ვიღაცა, რომელმაც აი ეპოქაში ქნა. ძალიან დიდი რამე გააკეთა. აი მაგალითად მაცხოვრის გენეალოგიაში ყავს 4 ქალი. სულ თავისუფლად შეეცნო მათე მახარებელს ეს ქალები არ დაესახელებინა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი პერსონები არიან, რომ მათეს გენეალოგია, მათეს მიერ წარმოდგენილი მაცხოვრის გენეალოგია მართლა იქნებოდა სრულყოფილებისაგან, ის 4 ქალი რო არ ჩაეწერა იქ. იმდენი ხელა რაღაცა გააკეთეს. შესაბამისად ეს ლამექის შვილებიდან ერთი რო ქალია მოხსენებული, ამ ქალსაც რაღაცაზე მიუთითებს მინდა წერილის ავტორი, რადგან ქალსაც ახერხებს. მოდით ახლა დავასახელოთ ნახოთ ლამექის შვილებს რა ქვიათ, ანუ ეს სისუსტე რითი ხასიათდება წმინდა წერილში. პირველი შვილის სახელია იაბალი, მეჯოგეთა და მეკარვეთა მამა. მამა ანუ გამომგონებელი. ახლა აქ ისმის კითხვა, საინტერესო კითხვა. რანაირად არის ეს იაბალი გამომგონებელი მეკარვეობის, როდესაც აბელი უკვე მეკარვეა და მეჯოგეა და მწყემსია, ხო? ის გამომგონებელი აბელი აკეთებს ამას უკვე. ამიტომ აქ გამომგონებლობა უკავშირდება არა მეჯოგეობას და მეკარვეობას ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ უკავშირდება იმას, რომ მეჯოგეობას მიეცა ფინანსური სარგებლის ხასიათი, იცით რომ თავიდან აი ეს ფულადი ეს ეკონომიური ურთიერთობა ბარტერში გამოისახებოდა, ხო? სასაქონლო გაცვლაში გამოისახებოდა. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, წმინდა წერილის ავტორი გვეუბნება, რომ ეს დასუსტებული ცივილიზაცია არის ცივილიზაცია, სადაც ფინანსური და ეკონომიური მხარე საკმაოდ მოგვარებულია და საკმაოდ მაღალ საფეხურზეა აყვანილი. მეორე შვილს ქვია იუბალი, აქედან სიტყვა იუბილე, მეჩანგედა და მესტურეთა მამა. სხვაგვარად რო ვთქვათ, აი ამ ცივილიზაციაში, ამ დასუსტებულ ცივილიზაციაში, სადაც ფინანსური ურთიერთობები მოგვარებულია და ეკონომიური სიძლიერე გვაქვს სახეზე, კულტურული დომინირების ნიშნებიც ისახება, აქ რაღაცას ქმნიან კულტურის რა კულტურაზეა საუბარი საკითხის მეორე მხარეა, მაგრამ აქ რომ რაღაცა კულტურული რაღაცა შემოქმედება დუხს და კულტურული დომინირების ნიშნები ისახება, ეს ცალსახაა. მესამე შვილს ქვია თუბალკაინი, რვალისა და რკინის, ანუ სპილენძისა და რკინის იარაღის გამომგონებელი, როგორც სამხედრო ისე სამუშაო. და ნახეთ რას გვეუბნება წმინდა წერილი. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ეს სუსტი ცივილიზაცია, რომელიც არის ფინანსურად ძლიერი, რომელიც არის კულტურულად დომინირებადი, იმავდროულად ტექნოლოგიურად განვითარებულია და სამხედრო თვალსაზრისითაც საკმაოდ ძლიერია. აი მეგობრებო, ეს გახლავთ რეზუმირება წმინდა წერილის ენისა, წმინდა წერილის თხრობისა, რას ნიშნავს მისთვის სისუსტე. სუსტი ცივილიზაცია წმინდა წერილისათვის არის ცივილიზაცია, რომელიც არის ეკონომიურად ძლიერი, არის კულტურულად დომინირებადი, არის ტექნოლოგიურად დაწინაურებული და არის სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი. ახლა მე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ალბათ ბევრი რამე უკვე გეცნოთ, რომ ის რაც წმინდა წერილის ენაზე სისუსტეა, ის ჩვეულებრივი აზროვნებისათვის იმედის მომცემია და ძლიერების მანიშნებელია. ახლა ჩვენ აქ უნდა შევჩერდეთ ერთი წუთით უნდა გავჩერდეთ და გავმარტოთ ყველაფერი ეს რას ვქვი. მეგობრებო, ჩვენ ისრაელის ისტორიაში და ისრაელის ისტორიას ხაზს უსვამ, ვინაიდან ზუსტად იგივე ხდება საქართველოს ისტორიაში. არანაირი გარჩევა და არანაირი სხვაობა ჩვენთან არ არის. მე უბრალოდ ბიბლიაზე ვარ ორიენტირებული, ამას ვიტყვით, რომ იგივე ხდება ზუსტად ჩვენთან. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ და ვიდაოთ თავის მზადავარ ნებისმიერ დროს საამისოდ. ჩვენ ისრაელის ისტორიაში გვაქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ორი გზა. ერთი გზა, ორი გზა რას ნიშნავს? მეფეების ორი ტიპი გვაქვს.
ერთი გზა, ანუ მეფეთა ერთი ტიპი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს საზოგადოების ღირებულებებზე მოქცევით, ანუ საზოგადოების გამტკიცებით და აი ამ მტკიცე საზოგადოებას დააყრდნობს მთელ მის რეფორმატორულ მოღვაწეობას. მეორე გზა, ანუ მეფეების მეორე ტიპი, ქვეყნის კრიზისიდან გამოუყვანის მოდელი ასეთი აქვს, რომ უნდა მიმართოს თავისი ყველა ძალა იმისას, რომ ქვეყანაში ფინანსური და სამხედრო ძლიერება დამკვიდრდეს, ამ ფინანსურმა და სამხედრო ძლიერებამ იმასაკთან საქმეა შეკრა საზოგადოება და აი ამის შემდგომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. ნახეთ ორი მოდელია. ორივე შემთხვევაში საზოგადოებრივი სიმტკიცე სახეზეა, მაგრამ ერთ შემთხვევაში საზოგადოება მტკიცეა, როდესაც ის ღირებულებებს უბრუნდება და მეორე შემთხვევაში საზოგადოება მტკიცეა, როდესაც ის ფინანსურად გაძლიერდება, ეკონომიურად მომჯობინდება და სამხედრო ძლიერება იქნება სახეზე. უგამონაკლისოდ. ამ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. უგამონაკლისოდ. წმინდა წერილში გვაქვს ასეთი თხრობა. თუ კი პირველი მომენტი გვაქვს სახეზე, ანუ მეფე ორიენტირებულია, რომ საზოგადოების სიმტკიცე ეფუძნებოდეს, ეყრდნობოდეს ღირებულებით, ერთობას გაზიარებულ ღირებულებათა სისტემას, აუცილებლად კრიზისიდან გამოსვლა ხდება დადებითი კუთხით და აუცილებლად ქვეყანა დგება მშენებლობის გზაზე. აუცილებლად. მეორე მხრივ, თუ კი არის მეორე მოდელი, მეფე ცდილობს რამენერად ეკონომიურად გაძლიერდეს ქვეყანა, სამხედრო თვალსაზრისით საიმედო მოკავშირე ყავდეს მას, ასე გამოვიდეს კრიზისიდან, უგამონაკლისო, ყოველთვის გვაქვს ერთი რამე შედეგად. ისრაელი გამოდის ერთის მონობიდან და შედის მეორეს მონობაში. გრევის პროცესი იქცევდება. არანაირი მშენებლობა არ გვაქვს სახეზე. ეს არის ძალიან სიმპტომატური. რატო ვამბობ ამას? აი მაგალითად ერთ-ერთი მეფე თუ არ ვწდები იოსია მეფეა თუ არ ვწდები ახლა ბოლომდე ამაზე პასუხს ვერ ვაკეთებ უბრალოდ სახელები ამერია და მივავიწყდა უბრალოდ და სუსტად მეფეზე ვერ ვაკეთებ აქცენტს მაგრამ სუსტად ვიცი რომ ეს ისტორიული მომენტია როდესაც ის ცდილობს იუდას მეფე ამ დროს ისრაელი გაყოფილია ორად და იუდას სამეფოზეა სამხრეთ სამეფოზეა საუბარი ის თავის რეფორმებს იწყებს სწორედ ასე მიმართავს ძლიერ სახელმწიფოებს მიმართავს ეგვიპტეს რომ ჯარი დაეხმარონ რომ ეკონომიკა გააძლიეროს და წინასწარმეტყველი წაადგება თავზე და ეტყვის ნუ გაქვს იმედი ეგვიპტის ნუ გაქვს იმედი ასურეთის ნუ გაქვს იმედი თქვა ხო ფინიკიის ბაბილონის ის იმედი უნდა ქონდეს მას ქონდეს იმედი იმისა რომელიც შენს ძლიერებას განაპირობებს ყველას ვისაც შენ მიმართავ გაძლიერებისათვის შენი ძლიერება ჭირდება იმიტომ რომ შემდგომ მის სისუსტედ იქცე შენ იმის ქვემოთ უნდა მოექცე შენ კი მიმართე იმას რომელსაც შენი ძლიერება აინტერესებს მასა და შენი ძლიერების წყარო იქნება ვინ არის ეს არის ღმერთი ღმერთს როგორ უნდა მიმართო ღმერთს ვლაპარაკოთ მეგობრებო წინ მინდა გითხრათ ნუ ველოდებით ნუ რცეთი რომ აი თქვა ღმერთი უფალი მეფობს თქვა ღმერთი მმართველობს ან რაღაცა იქ რაღაცა მანათობელი ბურთულა გამოჩნდება სადღაც და ეს იქნება ნიშანი. არა, ღმერთისაკენ დაბრუნება ნიშნავს იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, ანუ ისი აზროვნებას, როგორი აზროვნებას ეს ღვთისათვის არის სათნო. ჩვენ ცოტა მოგვიანებით, მე ამ სიტყვას ახლა არ გავაგრძელებ ნამდვილად, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ ძალიან საინტერესო რამეს. გავცემთ კითხვაზე პასუხს, რატომ არის რომ ისრაელის შემთხვევაში ჯერ ნაცია შექმნა ხმება და მერე სახელმწიფო. ხო შეიძლებოდა ეს ხალხი ეგვიპტიდან რომ გამოიყვანა 10 მცნება მიეცა არა სინასტაზე, რამე 10 მცნება მიეცა სიონისტაზე ან გარეზიმისტაზე. რა პრობლემა იყო არა? ნაცია, ანუ საზოგადოებრივი კრებული უნდა შეიქმნას რაღაცა ისეთი კრებული, რომელსაც თავისი იდენტობის მახასიათებელი გააჩნია და აი ამ იდენტობის მახასიათებელის დაუკარგულობა არის მისი მთავარი ნიშანი. როგორც კი ამ იდენტობას გახარჯავს, რაც უნდა მდიდარი ფინანსები შევიდეს იქ, რაც უნდა ძლიერი სამხედრო ძალა მივიდეს იქ, აბსოლუტურად გამორიცხულია ამ კრებულის, აბსოლუტურად გამორიცხულია ამ კრებულის ძლიერება. სხვაგვარად რო ვთქვათ, მეგობრებო, სხვაგვარად რო ვთქვათ. ბიბლიისათვის პრობლემა ის კი არ არის, რომ ცივილიზაცია არის ფინანსურად ძლიერი, ეკონომიურად დაწინაურებული, კულტურულად დომინირებადი, ტექნოლოგიურად განვითარებული, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებული. ეს კი არ არის სისუსტე. ეს არ არის სისუსტე.
ეს ყველა მეფეს ევალება, ყველა ხელმძღვანელს ევალება, ყველა წინამძღვარს ევალება თავისი ქვეშევრდომების კრებული აქციოს სწორედ ფინანსურად ძლიერად, ტექნოლოგიურად დაწინაურებულად, ეკონომიურად, რა ქვია, კულტურულად დომინირებულად და სამხედრო თვალსაზრისით გაცლიერებულად ეს ყველას ევალება. მაგრამ პრობლემა ჩდება სისუსტე იშვება მაშინ, როდესაც შენ ამბობ, რომ სწორედ ეს არის თავისთავად იმედი, თავისთავად პანაცია იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და ცივილიზაცია იყოს ძლიერი. ამაში არ დევს ძლიერება, ამბობს უნდა წერილი. ძლიერება დევს ღირებულების სიმტკიცეში. აი ამ ღირებულების სიმტკიცეს თუ მოაქვს, ამ შემთხვევაში ის ძლიერია, მაგრამ თუ კი პირიქით არის და ამაზე მაქვს იმედი, რომ ეს მომიტანს მე ღირებულებებს, აუცილებლად სისუსტესკენ წავალ და აუცილებლად ჩემი ცივილიზაცია გაქრობის წინაშე დადგება. სხვაგვარად, აი ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე დავით აღმაშენებელზე, დავითის საქართველოს გვენატრება ყველას, მაგრამ გვაქვს უშუალოდ ძალიან დიდ შეცდომას ჩვენ გვენატრება დავითის საქართველოს და არ გვენატრება ის გზა რა გზითაც მივიღეთ დავითის საქართველოს. ჩვენ გვინდა შედეგი, გვინდა ის საოცრება იქიდან ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე გადაჭიმული საქართველოს. არ გვინდა ის გზა რა გზითაც ის ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე გადაჭიმული საქართველოს მივიღეთ. დავითის ღვაწლი რაშია? როგორც მეფსალმუნისის აღმაშენებლის. დავითი რომ მოვიდა რა გააკეთა, რუის უბნისის კრება რა არის? დავითის დიდი ღვაწლი რა არის? დავითმა გააკეთა ის, რომ დავითმა შექმნა საზოგადოება, მტკიცე საზოგადოება, რომელმაც მიიღო ის რეფორმები, რა რეფორმებიც მე გაატარა და დავითის იმედი რეფორმები კი არ არის. დავითის იმედი ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოება. აი ამ საზოგადოებამ უკვე აკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ის დიდი საქართველოს გაკეთებულიყო. ჩვენ დავითის საქართველოს ვფიქრ, რაღაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავითის საქართველოს აღდგება იმ შემთხვევაში, თუ ინსტიტუტები, დიახ, სახელმწიფო ჭირდება ინსტიტუტები. ყოველად დიდ სირეგვენეს უკავშირდება ეს, რომ ვიღაცამ თქვას, რომ სახელმწიფოში ინსტიტუტები არ უნდა იყოს, ეს აბსოლუტური ბოდვა. მაგრამ როდესაც შენ თავარ რამეზე არ ხარ ორიენტირებული იმაზე, რომ საზოგადოება არ ყავს, რომელსაც აქვს გაზიარებული ღირებულებათა სისტემა, მტკიცე მდგრადი საზოგადოება არ ყავს, აი ამის შემდგომ და შენ უამისოდ გეკმავ რაღაც ინსტიტუტების მუშაობას, შედეგი გექნება ყოველთვის ერთი, აუცილებლად წარუმატებელი. მაგრამ თუ იქ როგორ არის, იცით, ჩვენთან დავითის გზა რა არის? არის ღირებულება და ღირებულების გარეშე შენდება ინსტიტუტები. ეს ინსტიტუტები ეხმარება, ემსახურება ამ ღირებულების შენარჩუნებას. ჩვენთან დღეს პირიქითაა, ინსტიტუტია შუაში და ამ ინსტიტუტს აჭირდება ისეთი ღირებულებები უნდა გქონდეს. აი შეტრიალებული ყო. აი ეს არის პრობლემა. ბიბლიის ენაზე ეს არის სწორედ სისუსტე. როდესაც ღირებულებაა მეორე ადგილას და მეორე ადგილას სამყოფელი ის არის ცენტრალურ ადგილას დაყენებული. აი კაინის ცივილიზაციას ეს მოსდის სწორედ. მისი სისუსტე არის არა ამ ძლიერებაში, არამედ ის, რომ მას იმედი აქვს ამ ძლიერებისა. მეოთხე შვილი ის ქალი, რომელიც მოხსენებულია წმინდა წერილში, მას ქვია ნოომა, რომელიც ის ამ მშვენიერებას, მიმზიდველობას და როგორც გარდამოცემაში მიუთითებენ, ის გახლავთ პირველი, რომელმაც საროსკიპო ინსტიტუტები შექმნა ქვეყნად და ეს გახლავთ ცივილიზაცია, ის საბოლოოდ დავახასიათოთ ეს ცივილიზაცია, ეს არის ეკონომიურად ძლიერი, კულტურულად დომინირებადი, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი და ტექნოლოგიურად დაწინაურებული ცივილიზაცია, სადაც ყველანაირი საშუალება აქვს ადამიანის ნებებს მიცემული თავისი გამოვლინებისა და თავისი დაკმარებისა. ეს გახლავთ სახე მეგობრებო, სახე იმისა, თუ როგორ შეიძლება სათამდე შეიძლება მივიდეს კაცობრიობა, რომ მოვიდეს წარღვნა დედამიწაზე. წარღვნა ვახსენე შეგნებულად, ვინაიდან სწორედ წარღვნის დეტალს უკავშირდება მაცხოვრის სიტყვა, როდესაც იტყვის რასა ვადარო მოსვლა ძისა კაცისასა, ერთ-ერთი მაგალითი, რასაც მაცხოვრი თავის მეორედ მოსვლას ადრის, ეს არის ნოეს დღეები. აი როგორიც იყო ნოეს დღეები, ისეთი იქნება მაცხოვრის მეორედ მოსვლა, სხვაგვარად რო ვთქვათ, ის რაც კაინის ცივილიზაციასთან დაკავშირებით არის ნათქვამი, ეს არის სიმპტომატური, სწორედ ასეთი რამ იქნება, ასეთი რამ მოხდება მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ. ახლა ჩვენ გვაქვს მეორე ცივილიზაცია. კაინის ცივილიზაციის მიღმა გვაქვს მეორე ცივილიზაცია, ამ ცივილიზაციას ეწოდება სეითის ცივილიზაცია. სეითი ვინა? სეითი ის არის, ვინც ადამს და ევას შეეძინა აბელის წინ. ანუ აბელი რო არ მომკვდარიყო, აბელის ცივილიზაცია განვითარდებოდა და ეს იქნებოდა კაინისა და აბელის ცივილიზაცია. ახლა გვაქვს კაინისა და სეითის ცივილიზაცია, ანუ სეითი არის ის, ვინც აბელს ჩაენაცვლა. ჩაენაცვლას ნიშნავს, სეითი არის ის, რომელიც ზუსტად იგივე ღვთისმსახურებას აღასრულებს, ანუ მას აქვს ზუსტად ის ღირებულებათა სისტემა, და სისტემაც ჰქონდა აბელს. ახლა, აი ამ მეორე ცივილიზაციაში ჩვენ არც ერთთან დაკავშირებით არ გვაქვს ნათქვამი, რომ რაღაცის მამამთავარ რაღაცა გამოიგონა. მეგობრებო,
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ცივილიზაციაში არაფრის გამოგონება არ ხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ცივილიზაცია არ ვითარდება. აი ამ ცივილიზაციის ბოლოში ჩვენ გვყავს ნოე. და ნოესთან დაკავშირებით რა არის თქვა? ნოე რას აკეთებს, რას ააგებს? კიდობას. გეუბნებით პირდაპირ. ნოე კიდობას ვერ ააგებდა, თუ კი ის არ გაიზიარებდა თავისი ეპოქის მეცნიერულ მიღწევებს. ეს არ არის ჩაკეტილი ცივილიზაცია. ამ ცივილიზაციაშიც ასევე არის გამომგონებლობა, ამ ცივილიზაციაშიც ასევე არის წინსვლის და განვითარების საგენსწრაფვა, მაგრამ ამ ცივილიზაციაში აქცენტი კეთდება არა იმაზე, რაზეც კეთდება აქცენტი კაინის ცივილიზაციაში, ამ ცივილიზაციაში აქცენტი კეთდება სხვა რამეზე, ამ ცივილიზაციაში აქცენტი კეთდება ღირებულებათა სისტემის შენარჩუნებაზე, თორე კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი ის რაც ხდება კაინის ცივილიზაციაში ტექნოლოგიური და რაციონალური დაწინაურებულების თვალსაზრისით იგივე სახეზე უნდა გქონდეს სეითის ცივილიზაციაში, ვინაიდან ნოე კიდობან სხვანაირად ვერ ააგეს, ეს აბსოლუტურად გამოიწვია. ხა რა ხდება ამ სეითის ცივილიზაციაში? მე ძალიან შორს არ წავალ, ბევრი სახელებია და ასეთი რამე არ გვინდა, უბრალოდ მე მინდა მოვიხმო იმასაც მოიხმობს თავის ეგზეკუტიკაში წმინდა ეფრემასური, განცდა ქვაბი არის ასეთი ძალიან საინტერესო აპოკრიფული წიგნი, თავის თავაცხადი აქვს ბევრი რამე წერია, ისაც მიუღებელია და რაც ეკლესიას არ გაუზიარებია, მაგრამ მივიღოთ ის და ავიღოთ ისაც საეკლესიო ეგზეკუტიკისათვის და წმინდა წერილის თხრობისათვის ნიშნეულია, თვისობრივია და წინააღმდეგობრივი არ არის. აი ამ განცდა ქვაბში წერი ერთი ასეთი ამბავი. როდესაც ადამი კვდებოდა, ეს დაწერილი შეწერია ამ აპოკრიფში წერია. როდესაც ადამი კვდებოდა, ადამის გარშემო შემოკრებილი იქნა ადამიანის სასიკვდილო სარეცელის გარშემო შემოკრებილი იქნა მამამთავართა სიმრავლე, ანუ სეითი, ანუ შემდგომი თაობზამთავარი ხო არის სეითი შვილს ქვია ენოში, ანუ ბევრი შვილი ყავს იმას სეითს, მაგრამ ენოში არის მამამთავარი, ანუ ენოში ხასიათდება შემდგომი თაობა და ასე შემდგომ და დიდხანს 930 წელი იცხოვრა ადამმა და ანუ ბევრი მამამთავარია შემოკრებილი ადამიანის სასიკვდილო სარეცელის გარშემო. აი ადამიანის ანდერძი, რომელიც განსთაქვაფშია წარმოდგენილი. გაფუცებ თქვენ სისხლსა აბელ მართლისასა. ნუ განეშორებით ამიერ ადგილით, ნუ ჩახვალთ ქვემოთ და ნუ აერებით ძეთამად კაინისათა. აი ამ ანდერძში ორი რამ არის სიმპტომატური. პირველი მეგობრებო გახლავთ ის, რომ სეითის ცივილიზაციისათვის საფიცარია აბელ მართლის სისხლი. აი ეს სისხლი გახსოვთ, მე თქვენ პირველ ლექციაზე ველაპარაკეთ, სიმპტომატური სისხლი არის ის, რომელიც უკვე გაისმა 60-ში წინა სამოწყალების დროს, პირველი სახარების გაჟღერების დროს, რომ აი ეს სისხლია საძიებელი და აბელ მართლის დაღურმა სისხლმა დაამოწმა ეს სისხლი. ეს დაამოწმა სისხლი ძალიან საინტერესო, ახლა შორს წამივა სიტყვა ძალიან, მაგრამ ერთი სიტყვა ერთ წინადადებით კი ვიტყვით, რომ ვინ არის დამოწმებელი სინამდვილეში, ვინ არის, რა ტერმინით ვიცნობ ჩვენ დამოწმებლებს, ჭეშმარიტების დამოწმებელს ასეთ ხვით ვიცნობ ჩვენ. მოწამე მარტულები, მოწამე ამ მოწმეს ნიშნავს. მოწამე ნიშნავს მოწმეს, იქნებით თქვენ მოწმე ამ სიტყვისა ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეეწირებით იმას, რომ აი ყველა მოწამემ თავისი სისხლით დაადასტურა და დაამოწმა ქრისტიანული ჭეშმარიტება. აი ეს სისხლი, აბელის სისხლით დამოწმებული ჭეშმარიტება საფიცარია სეითის ცივილიზაციისათვის. მეორე რაც არის სიმპტომატური, კიდეც საინტერესო მეორე სხვა რამეა და იმას ბოლოში ვიტყვი, რომ მეორე რაც არის კაინის სეითის ცივილიზაციის უпроსტოდ ადამიანის ანდერძში საინტერესო გახლავთ ის, რომ არ უნდა წახვიდეთო აქედან და არ უნდა აერიოთო კაინის ძეებს. თითქოს და კიდევ გვაქვს რაღაცნაირი ალუზია, რაღაცნაირი მითითება ცივილიზაციის ჩაკეტილობასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც გითხარით ეს ასე არ არის. ეს ცივილიზაცია ჩაკეტილი ვერ იქნება. სხვა რამეზეა ლაპარაკი. არ გახდეთ იმნაირები, როგორც კაინის მოთქმაა. ანუ შეინარჩუნეთ თქვენი იდენტობა. შეინარჩუნეთ ის, რაც თქვენს ცივილიზაციას, თქვენს ცივილიზაცია დატოვებს და არ ათქვებს სხვაში. აი რაღაცა ეს შეინარჩუნეთ. ეს არ გაათელინოთ სხვას, ეს არაურიოთ სხვაში. აი ისრაელთან დაკავშირებით იქნება ასეთი რამე ნათქვამი. ხალხშია და ხალხში არის რაცხება. ორივე რამე ქვია. ანუ ხალხში წარწმუნ ერთ-ერთი რიგითი ხალხია. მაგრამ ხალხში არის რაცხება, ანუ რიგითი ხალხიც არ არის, რას ნიშნავს ეს? ეს გახლავთ მეგობრებო, ჩვენ როდესაც სინასთას მივადგენთ მოსესთან ერთად, იქ ამას აუცილებლად აღვნიშნავთ, მაგრამ ახლა ვიტყვი ამას, რომ ისრაელს ევალება რა, ისრაელი ჩვეულებრივი ტომია, ისეთივე ტომია, როგორი ტომიც არიან ფინიკიელები, არიან თქვა იბერიელები, არიან თქვა რომაელები და ასე შემდგომ, მაგრამ იმისათვის, რომ ისრაელიანი დარჩეს ისრაელიანად, რა არის საჭირო? მან უნდა თავის ისრაელს შემოავლოს არა პოლიტიკური საზღვარი, არამედ როგორი საზღვარი? ღირებულებითი საზღვარი. აი ეს საზღვარი არ უნდა, აი ამ საზღვარში ჩაკეტილი უნდა იყოს აუცილებლად.
აი ამ საზღვარში არაფერი უნდა შემოუშვას ისეთი რაც არებს, რაც გააბათილებს, რაც დაკარგავს იმ იდენტობის მანიშნებელს, რითაც ისრაელიანს ეწოდება ისრაელიანი. იცას ის აი ეს ღირებულება უნდა შეინახოს, აი ეს ღირებულებითი, აი ეს მენტალური საზღვარი უნდა აი აქ ჩაკეტილი უნდა იყოს აუცილებლად. ამას არ უნდა შეეხოს, ამაში არ უნდა ათქვიფოს არაფერი, თუ უნდა მას დარჩეს და არსებობა გააგრძელოს. სწორედ ამას ეუბნება ადამის ანდერძი სეეთის ცივილიზაციის ჩამომავლებს, რომ არაერვიოთ ნიშნავს, რომ თქვენი მახასიათებელი რაც არის, ეს მახასიათებელი არ დაკარგოთ და შეინარჩუნეთ თქვენში. ახლა წმინდა წერილის თხრობაში რა არის ძალიან საინტერესო, რომელსაც აი ეს განცდა-ქვაბი, ეს აპოკრიფი ფეხ-და-ფეხ მისდევს და ბოლომდე ეთანხმება. ადამი ხომ მოკვდება ახლა სეითიას სასიკვდილო სარეცელზე მისი ძე, რომელიც აბელის შეეძინა მას, ახლა ის ტოვებს ანდერძს და ის ტოვებს ასეთ ანდერძს. ვითარს აქვს გვამცნო ჩვენ მამამამ ჩვენმან ადამ. გაფუძნებთ თქვენ სისხლსა აბელ მართლისასა და გრძელდება შემდგომ ეს თხრობა როგორც გრძელდება ისე როგორც თქვა. ანუ ყოველი შემდგომი მამამთავარი იმეორებს ადამის აი ამ ანდერძს. ღირებულია ეს ამათვის აი თაობიდან, მაგრამ სიმპტომატური რა არის იცით? რაც დრო გადის მამამთავრის სასიკვდილო სარეცელის გარშემო შემოკრებელთა რიცხვი კი არ ბატონობს. კლებობს. ბოლოს დარჩება ერთი ნუ. აი წაბოს მიზეზი. აი წაბოს მიზეზი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ერთ ასეთ რამეს. წარღვნა ქვეყნად მოვიდა არა იმიტომ რომ კაინის გაყოლილი ცივილიზაცია არსებობს, არამედ იმიტომ რომ სეითის ცივილიზაცია ვერ შეინარჩუნა ის ღირსება, რაც ევალებოდა რომ შეინარჩუნებინა. მეგობრებო, ჩვენ თუ ყირადი გვყავს, ჩვენ თუ ყირადი გვყავს კაინის ცივილიზაციაში, რომელიც ნიშნავს ამ ცივილიზაციის დაკარგვა, ჩვენ ყირადი გვყავს სეითის ცივილიზაციაშიც. სეითის ცივილიზაციას დაყინავდა. წარღვნა ამის ბრალია. წარღვნა მოდის არა იმიტომ რომ კაინის გაყოლილი ცივილიზაცია არსებობს, არამედ იმიტომ რომ სეითის კეთილმორწმუნე ცივილიზაცია ყირავდება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ვართ ქრისტიანები, ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ეს ქვეყანა აი ამ ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ქრისტიანული რელიგიისა, ანუ იმ ღირებულებებისა, რომელიც ამ რელიგიას ეფუძნება, გახლავს შემდეგი რამე, როდესაც მტერი მჯობნის მე, ეს იმის ბრალი კი არ არის, მტერია ძლიერი, ისი ბრალი. მე ვარ სუსტი. ჩემი ბრალია ეს. როდესაც სიცუდე მრავლდება, სიცუდის ძლიერებაში კი არ არის პრობლემა, სიკარგის სისუსტეშია პრობლემა. როდესაც რაღაცა ცუდი რამე ხდება, როდესაც ვიღაცა მჯობნის, ჩრდილოეთით იქნება, დასავლეთით იქნება, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთით იქნება, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს იმიტომ კი არა რომ ის ძლიერია და ის ცუდია, მე რა ვქნა. არა ეს იმიტომ რომ მე ვარ სუსტი. ჩემი სისუსტის ამოვსება, ჩემი სისუსტის გადალახვა უნდა ვიცოდე და ვისწავლო. თუ ჩვენი ისტორიას ბოლო 30 წელს მაინც გადავავლებთ თვალს, სიმპტომატური ჩვენ აზროვნებაში გახლავთ სწორედ ეს სუსხვის ბრალია. ძლიერი იყო და იმიტომ საყვარი იყო და იმიტომ მოგვატყუა და იმიტომ დიდი ბოდიში. ძლიერი იყო და იმიტომ კი არა სუსტი ხარ და იმიტომ მოგატყუა და იმიტომ კი არა მოწყუდი და იმიტომ. შენი ბრალია. ქრისტიანობა ამას ქრისტიანობის პრინციპული განსაზღვრება გახლავთ სწორედ ეს. პრობლემა არის არა იმაში, რომელიც გებრძვის, არამედ პრობლემა არის შენში, რომელიც არ ებრძვი. ამის ამოვსებაზე მიდის ქრისტიანობა. ამიტომ, როდესაც ჩვენ სეითის ცივილიზაციაზე ვსაუბრობთ, ცივილიზაცია, რომლის გამოც მოვიდა სწორედ წარღვნა მიწაზე, ჩვენ ვამბობთ ძალიან საინტერესო რამეს. გახსოვთ მაცხოვარი ამბობს, რომ მოვალ ყვალ კიდე რომ მოვა, ხო? რას ვიპოვიო ქვეყანად, რაც კითხულობს. საწმუნებას იპოვის. ვის ეხება ეს როგორ ფიქრობთ? ანტიქრისტეს მოსვლა ვისი ბრალი იქნება როგორ ფიქრობთ? ქრისტიანებს. ჩვენ მოვიყვანთ ანტიქრისტეს. ჩვენი ბრალი იქნება ანტიქრისტე რომ მოვა იქნება ჩვენი ურწმუნოების ბრალი. ურწმუნო ვერ გახდება, ურწმუნო შეიძლება გახდეს მორწმუნე. ამიტომ თუ კი ურწმუნოება დახტება ქრისტეს ამ ქვეყნად, ეს იქნება სწორედ მორწმუნეების ბრალი და არა ურწმუნოების ბრალი. ეს იქნება მორწმუნეების სისუსტის ბრალი და ურწმუნოების ძლიერების ბრალი. ჩვენ მოგყავს ჩვენია, ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი. უწმინდეს მათ ერთ-ერთ საუბრისას ანტიქრისტე მოამა, როდის მოვა ეს ჩვენზეა დამოკიდებულიო, გვინდა ამ დროს გადავწევთ, გვინდა ამ დროს გადმოვწევთ. ამიტომ მე ძალიან შორს ვარ იმათ თავისთავად ხადია არსებობს 1000 შაუბნელი, არსებობს 1000 საყვარი ორგანიზაცია, როგორ არა არსებობს. მაგრამ ძალიან შორს ვარ იმაზეც გარო ვიღაცა ერთი 7-8 ღიფიანი ბიძია სადღაც შეკრებილია, რომელსაც ხან მასოს უწოდებენ და ხან რაღაცა სხვა სახელებს უწოდებენ და დღე და ღამე იმაზე ფიქრობენ, ამ ქვეყანაზე ცუდი რა გააკეთოს. სისულელია ეს ყველაფერი.
ისინი ფიქრობენ, როგორ უფრო წარმატებულად მოაწყონეს ქვეყანა და როგორ უფრო დაწინაურებული იყო ტექნოლოგიები. მათ თავიანთი რელიგია მორჩა და გათხოვდა. მაგრამ ის რელიგია ჩემთან უცელდება, ეს არ არის იმის ბრალი, ის არის ჩემი ბრალი. თორე ჩემთან ჩემი რელიგიას მე ვერ ვაუწყებ. ჩემი პრობლემაა. სუსტად იგივე დაემართა სეითის ცივილიზაციას და იგივე აი მე ლექციის დასაწყისში გითხარით კიდევაც რომ ქრისტიანული პერსპექტივა ამ ქვეყნიური თვალსაზრისით არის უარყოფითი და არადადებითი ანტიქრისტებების. ანტიქრისტე მოდის არა ისე სიტყვაზე თქვა მაიძულებს მოდი თაყვანისმცემ არ მაიძულებს მე ანტიქრისტე თაყვანისმცემას ტყუილია სისულელია ეს მე თვითონ მექნება ენით გამოუთქმელი სულები ქრისტემ დაიფაროს უყველა ხო რომ თაყვანისმცემას ჩემში იდება ეს ყველაფერი ამიტომ აზროვნების ტიპი მენტალობა ღირებულებათა სისტემა რომელიც მე მიცავს ამის აი ეს სამაკ სწორედ საზოგადოებაში გასაღვიძებელი ამის გარშემოა საზოგადოებას შესაკრები და არა თქვა ეკონომიური პროგრამის სოციალური პროგრამის თუ პოლიტიკური პროგრამის გარშემო ეს ყველაფერი აუცილებლად წარმავალია და აუცილებლად დაქცევადია და აუცილებლად აქვია მინავლებადია აი ეს ხოლმე ღირებულებით გარშემო შემოკრებილი საზოგადოება არის მტრისათვის სასვიში და ქვეყნისათვის საიმედო ისიც თქვა მინდა ახლა მე ჩემი ლექცია ახლა დასასრულისკენ უნდა წავიყვანო და უნდა შევეხო ძალიან საინტერესო მომენტს. რატომ მოხდა სეითის ცივილიზაციის დაყირავება? რატომ მოხდა ამ ცივილიზაციის, რატომ ვერ შენარჩუნდა ეს ცივილიზაცია თავის სიმაღლეზე? მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ აი ეს სეითის ცივილიზაციის ყირადი, ანუ მანიშნებელი იმ დროისა, როდესაც ეს ცივილიზაცია ყირავდება. და კაინის ცივილიზაციის ნორმა რომელიც ვივარაუდეთ სასაროსკებო ინსტიტუტების დამაარსებელია ერთი თაობისადმია. ერთი ეპოქის წარმომადგენლებია. სწორედ ამ დროს ხდება დაყირავება სეითის ცივილიზაციას. საინტერესო და გახლავთ მეგობრებო იცით. სეითის ცივილიზაციაში რაღაცები აკრძალულია. ისეთი რაღაცები აკრძალული, რაც კაინის ცივილიზაციაში აკრძალული არ არის. ის სახებია ჩვეულებრივი მომენტი. და სეითის ცივილიზაციაში სულ უფრო ძალომად უნდა ისმოდეს. კითხვები. თუ ისინი ამას მაინც აკეთებენ და ფეხზედ განაწილები არის. ჩვენ რატო არ უნდა ვაკეთოთ იგივე? ჩვენც იმნაირები რატო არ უნდა ვიყოთ? რა აკეთებენ, ასე ცხოვრობენ, არ იქცევიან და პირიქით ძლიერდებიან. ჩვენც რო იმნაირები ვიყოთ რა მოხდება? ერთადერთი რამე მოხდება, შენ აღარ იქნები. სხვა იქნები, სხვა აღმოჩნდება. შენობას დაკარგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მეგობრებო, მე ახლა სიტყვას არ გავაგზავნებ. თავის დროზე რომ მივალთ ჩვენ იმ ადგილას, მე ამას პრინციპულად ხაზ გავუსვა. წმინდა წერილში გვყავს ასე ტერმინი ახალი თაობა. ახალი თაობა ორი კონტექსტით არის დახსენილი. არის ახალი თაობა, რომელიც ანგრევს და არის ახალი თაობა, რომელიც აშენებს. ახალი თაობა ანიშნავს შემდეგ თაობას. ახალი თაობა ანიშნავს შემდეგ გენერაციას, ბიბლიის ენაზე. ახალი თაობა ნიშნავს ახალ ეპოქას, ახალ დროს. და არის თაობა, რომელიც ანგრევს და არის თაობა, რომელიც აშენებს. რა პირობები აქვს გრევის მომტან ახალ თაობაზე, რა პირობები აქვს, რა წინაპირობები აქვს უბრალოდ შენების მომტან ახალ თაობას, ამის შესახებ ჩვენ შემდეგ თავის ადგილას ვისაუბრებთ აუცილებლად. ახლა საბოლოოდ რეზიუმირება მოვახდინოთ იმისა, რა მოიყვანა წარღვნა, ანუ აი ეს დაყირავება, აი ეს დაცემა კაცობრიობაში ამ წარმოშვა უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩემთვის აი პრინციპულად ბევრი რამის გამსაზღვრელია და ამაზე აი ამით მინდა დავასრულოთ ჩემი დღევანდელი შეხვედრა თქვენთან სწორედ მე მინდა გავიხსენო ის რომ მაცხოვარი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ თავის მეორე მოსვლას წინაპირობას სწორედ უკავშირებს ნოეს დღეებს ანუ რა არის ნოეს დღე წინა წერილში ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი მითითება როდესაც ადამიანმა გამრავლება დაიწყო ქვეყნად ნახეს ღვთისმშობლებმა რომ ლამაზი არიან ადამიანის ასულები შედიოდა ვისაც ვისთან უნდა მოყავდათ ცოლად და უჩენდნენ ისინი ბუმბერაზე მაშინ ბუმბერაზები დასახდა ნიკაური ბუმბერაზე ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოვიდგინოთ ასევე ფიზიკური ბუმბერაზობაც არ არის ამაში არაფერი მიუღებელი მაგრამ წმინდა წერილის აი თხრობის სული ბუმბერაში გვაგულისხმობილებს ძალმომრეს უფრო ძალმომრეს რომელიც სამართალს თავის ძალმომრეობით სამართალი თავის ძალმომრეობით გავს. ახლა რა არის საინტერესო? ნახეთ ამბავი როგორია გაწერილი რომ ღვთისმშობლება ანუ ძენი ღვთისანი ამათ მოსწონთ ადამიანის ასულები და ცოლად მოყავთ ახლა პირდაპირ კეთოთ ბევრმა დიდმა მამამ ბევრმა ნუ აი ენით უთქმელმა დიდმა მამამ
აი ამ ადგილის ეგზეგეტიკას ფეხი წამოკარა და წაიბარბაცა და არამართებულად განმარტა ეს ადგილი. ძირითადად ეს ეხებათ პირველ ნიკეელებს, ანუ ადრეულ ნიკეელებს, უკვე მეორე ნიკეელების თაობამ ათანასე ალექსანდრიელმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა უკვე აქეთკენ გრიგოლ მოსელმა უკვე აქეთკენ ეს ეგზეგეტიკა საეკლესიო შარშოში მოაქციეს, ამიტომ ჩვენ ამ საეკლესიო ხასს მივმართოთ სწორედ, თორე ისეთი დიდი სახელებია, იმათი სახელების ხსენებაც კი მერიდება იმდენად ცდარი ეგზეგეტიკა დადეს ამასთან დაკავშირებით. თან რას იწვევს ამ ადამიანებმა თითქმის ზეპირად იცოდნენ წმინდა წერილი და მაინც ისეთი რაღაცა თქვეს, რომელიც აი არანაირ კრიტიკას არ ეფუძნება და არანაირ კრიტიკას არ უძლებს. ამიტომ მიმართოთ ამ საეკლესიოს. ვინ არიან ძენი ღვთისანი, ანუ ღვთისშვილები. ძენი ღვთისანი, ღვთისშვილები არიან სეითის ცივილიზაციის მამაკაცები. ხოლო ადამიანის ასულები არიან კაინის ცივილიზაციის დედაკაცები. ანუ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ წარღვნის წინა პერიოდი ხასიათდება კაინის გარყვნილი დედაკაცების მომრავლებით სად? სეითის ცივილიზაციაში. დაყიროება მეტი არაფერს გამოხდება. მე თქვენ არ მახსოვს გითხარით თუ არა, თუ გითხარით გაგიმეორებთ. ვერ მანახებთ ვერც ერთი ცივილიზაციის ისტორიას, რომელიც მოსპობის წინ არ ეწეროს ამბავი ამ ცივილიზაციის გარყვნილის შესახებ. ვერ მანახებთ ასე. ყველა ცივილიზაციის მოსპობას წინ იდოს გარყვნილება. აუცილებლად. მისი არ იკარგება ცივილიზაცია. სეითის ცივილიზაციაში ეს პრობლემა გაჩნდა სწორედ. გარყვნილი დედაკაცების რიცხვი გამრავლდა, ანუ რა გამრავლდა სეითის ცივილიზაციაში? გარყვნილება. მაგრამ გარყვნილება გამრავლდა რითი, არა გარყვნილების სახელით. ამ დედაკაცებს ეს გარყვნილება რო გარყვნილების სახელით მოქონდეთ, მაშინ სეითის ცივილიზაცია ამას არ მიიღებს, არა, უნდა შეიფუთოს ეს გარყვნილება რაღაცა ტერმინით, რაღაცა სახელით, უნდა დაერქვას ან მეგობრობა, ან თავისუფალი ურთიერთობა, რაღაცა უნდა დაერქვას. და აი ასე შეფუთული უნდა შემოვიდეს აქ. და ისი თქმა მინდა, გახსოვთ პირველ ლექციაზე ვთქვი მე ხაზი გაუსვი ამას, რომ ბოროტება არასდროს არ მოდის ბოროტების სახელი, ბოროტება ყოველთვის მოდის შეგებული, რაღაცით შეფუთულია. თორე ბოროტების, აი ჩვენ ვისაუბრებთ, ვერა იუდა ისკარიოტელს დავიწყოთ. იუდა ქრისტეს არ ყიდის, იმიტომ რომ იუდას ქრისტეს სიკვდილი უნდა. იუდა სხვა მიზნებია, იუდა თავის აქციას ბოლომდე ამართლებს. იმ მომენტში იუდა მიცის ასაც აკეთებს. პრობლემა არის სწორედ ეს. იმას, რასაც სეითის ცივილიზაციაში სიცუდე ეწოდება, გარკვეული პერიოდის შემდგომ ამ ცივილიზაციაში ამას სიცუდე აღარ ეწოდება. აი ეს არის როგორ გითხრათ, მთელი საიდუმლო ამ ცივილიზაციის დაყირაობის. რასაც სიცუდე ერქვა, იმას სიცუდე აღარ უნდა ერქვას. სხვაგვარად რო ვთქვათ, არაერიოდ კაინის ჩამომავლობს ამას ნიშნავს, რაც სიცუდეა თქვენთან, სიცუდის სახელით დაიტოვეთ, სიკარგის სახელით არ მიიღოთ ის. აი ამას ნიშნავს ეს. ნახეთ რა არის საინტერესო. პირიქით რატო არ მოხდა? კაინის ცივილიზაციის მამაკაცებს მოიყვანათ სეითის ცივილიზაციის კეთილშობილი დედები. არა, ასე არ ხდება, პირიქით. გარყვნილება ამოდის ზემოთ. გარყვნილება ამოდის ამ ცივილიზაციაში. ამიტომაც მეგობრებო, ვამბობ ისაც წმინდა წერილისათვის არის ცხადზე ცხადი და ჩვენი ისტორიისათვის არის ცხადზე ცხადი. აი როდესაც ჩვენ მივალთ ამ ადგილას უბრალოდ წინდა ახლა სიტყვა ვარ დამწდეს არ შეიძლება, თორე ახლა რო არ ვამბობდი ამაზე მე ვთქვა, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ ისრაელის წინააღმდეგ ერთ-ერთ მეფეს უნდა გამოსვლა და იცის რომ სამხედროები ომით ვერ აჯობებს ვერანაირად. იცის რომ ვერ აჯობებს ვერანაირად. და შეეკითხება ერთ-ერთ ბრძენს, იმ დროინდელ ბრძენს, რომელიც მოგვისახელით არის ცნობილი. რა უყო ისრაელსო და ისრაელს დაამარცხეთ, თუ კი ღმერთს დაავიწყეთ, თვითმკვლელს გახდი ისრაელს, თუ კი თავის ღმერთს მოაცილება, როგორ უნდა მოაცილო ეს ხალხი თავის ღმერთს. გარკვევ. როგორც კი ისრაელი გაიყუნება, აუცილებლად ის ღმერთს დაკარგავს და აუცილებლად თვითმკვლელი ცივილიზაცია გახდება, აუცილებლად. ამიტომაც მეგობრებო, როდესაც დღეს მეუბნებიან მე, რომელი საუკუნეა, რა დროის ქალწულების ინსტიტუტია, რატო არ უნდა იყოს სარესპუბლიკო სახლების ლეგალიზაცია, რატო არ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაშლილად და ღია, მე ვიცი ამ ხალხს რა უნდა. გულის სიღრმეში რა აქვს გათვლილი, ძალიან კარგად ვიცი. იმიტომ რომ თუ კი ცივილიზაციაში, მე ჩემსაც ავიღე ქართულ ცივილიზაციაში ქალმა სისუფთავე არ შეინახა, რაც არ უნდა კარგი სოციალური პროგრამები გქონდეს, რაც არ უნდა კარგი პოლიტიკური პროგრამები. ამ ცივილიზაციას ბოლოში აუცილებლად სიკვდილი უწევია. კაცი ვერ ინახავს ამ სიწმინდეს ქალი ინახავს. ამიტომაც დარტყმა მიდის აქეთკენ სწორედ ამ ქალს, ამიტომ როგორც არასდროს დღეს აქვს უდიდესი მისია ნაკლთი, რამენერად შეინახოს ის
რაც მე შეინახავს ქართულ ერთობას და რაც შემდგომ შეინახავს ქართულ ცივილიზაციას. ენიდან აი მე გულწრფელად გეუბნებით, ყოველი წმინდა დედოფლის წელტომილობა, მისი სიწმინდე და მისი მფარველობა ჩემთვის არის ნომერ პირველი იმედი, ერთი იმის იმედი მაქვს, რომ ის არ დაუშვებს აქ ყველაფერ ამას. ძალიან დიდი იმედი მაქვს მისი და ჩვენი შედგომილობა თავისთავად მარტო ის არ გააკეთებს არა. აი როდესაც ამბობენ რომ აი უწმიდესმა თქვა თუ არ გჯერაო რომ ღვთისმშობელი წელტომილები ვართ, ღვთისმშობელი ამას არც მიიღებს და ხელს აიღებს ხო ამაზე ხო ჩვენზეა ჩვენ წმენაზეა ეს დამოკიდებული, იმიტომ ვიღაცები ვაქილიკებენ ყოველ წმინდა დედოფლისათვის ჩვენ წელტომილობას, ისინი ზუსტად იმ სულით მოქმედებენ, რა სულითაც ხვალდაზე იგივე ეს ვითომ თეოლოგები აუცილებლად იტყვიან. აუცილებლად იტყვიან რა დროა და რა დრო თუ გინდა შეინახე ეს განწყობა თუ არა რა პრობლემა. თავისთავად წადია თუ გინდა შეინახე თუ გინდა არა, მაგრამ რა დანიშნულება აქვს ქალისი სულთავი და ქალისი წმინდეს, აი ეს ფეხქვეშა რომ და გაითელოს არავითარ შემთხვევაში. ეს არის პირველი ნიშანი ნოეს დღეების, ანუ ზეკაცის ყვალად მოსვლისა, ანუ გარყვნილების გამრავლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, გარყვნილება არ გამრავლდება გარყვნილების სახელით, გარყვნილება გამრავლდება რაღაცა შეფუთული, რაღაცა თანამედროვეობისათვის მისაღები ტერმინების სახელით. მეორე, მეგობრებო, ნოე აგებს კიდობას. ნოე კიდობას აგებს არა სადღაც იქ მიჩმალად, არამედ კიდობას აგებს ყველას დასანახავად. ნოეს ეკითხებიან, რას აკეთებს? ნოე ამბობს, რომ თუ არ შეინანებენ, ანუ თუ არ გამოიწვიან აზროვნების და ცხოვრების ზნეს, რა მოხდება? ზემოდან ჩამოესხება წყალი. მაშინდელმა კაცობრიობამ, მაშინდელმა მეცნიერებამ ასეთი რამე არ იცის, წვიმა არ არის ჯერ ჩამოსული. ზემოდან წუთიც არ არის ჩამოვარდნილი. მცირე ცირკულაციით ირწყვება მიწანო ნისლის, მით დიდი ცირკულაცია მოხდება წავლის შემოდგება, სფერო გაიხსნება. წარმოვიდგინეთ. დიდი ცირკულაცია არ გვაქვს, მცირე ცირკულაცია. ზემოდან ჩამოვარდნილი არის საფირველო. ვინ არის ნოე? ნოე არის ადამიანი, რომლის ოჯახის წევრები არ ცხოვრობენ ისე როგორც იმდროინდელი კაცობრიობა ცხოვრობს. ნოე არის ადამიანი, რომელიც რაღაცა ისეთ რაღაცას ამბობს, რაც იმდროინდელმა მეცნიერებამ ანიცის. ნოე არის ადამიანი, რომელიც იმ ღვთისმსახურებას აღასრულებს, რომელიც ღვთისმსახურებას ფანატიზმის მეტი არაფერია იმ კაცობრიობისათვის. ვინ არის ნოე იმ დროისათვის, როგორ ფიქრობთ? ჩამოჩენილი გიჟი. მეტი არაფერი. ამიტომ ბოლო ჟამის ქრისტიანებმა უნდა ეს კარგად გაითვალისწინონ. ზუსტად ნოესავით იქნებიან რეტროგრადი ჩამორჩენილი გიჟები თავიანთი ეპოქის კაცობრიობისათვის. ისინი რომლებიც ღმერთისაკენ მიდიან და რომლებიც მოაზროვნეებად ვერ იქნებიან აღქმული ვერანაირად. შესაბამისად, ჩემი ლექციის ბოლოში უნდა ვთქვა ასეთი რამ, რომ ორი ცივილიზაცია, რომელიც ვითარდება, ამ ორი ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა გზები გადაიკვეთება სეითის ცივილიზაციის დაცემის, დაშვების, დაყირავების ხარჯზე. კაცობრიობა მთლიანად გაიყუნება, სიწმინდე შეინახავს მხოლოდ ერთი ოჯახი, სწორედ ამ ოჯახში შენარჩუნდება საეკლესიო სისავსის იდეა და სწორედ ის შევაკიდობაში ის გადარჩება წამოსვლებიდან და ამით მოყალიბდება. ის არ დატოვებს თავის ეკლესიას. იქნება ცოტა, იქნება მიყუჟული, იქნება დევნილი, მაგრამ ვერ იქნება გაუქმებული. მას ყოველთვის ექნება ყიდობანი თავის ეკლესიისათვის და ეს ყოველთვის შეინახავს თავის ეკლესიას. ამით დავამთავრებ დღეს შორს უღაწავთ ამეთი აღარც არის საჭირო დღეს. შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ წარღვნაზე, ნოეზე, ოღონდ წარღვნაზე ვისაუბრებ არა თქვა ისე ამ ფილოსოფიის თვალსაზრისით. ახლა იქ რა პროცესები დაიზრდა, რა სფერო გაიხსნა ეს ახლა ბიბლიას საინტერესოს და არც არ მაინტერესებს. ვისაუბრებ წარღვნაზე ზოგადად, მაგრამ ვისაუბრებ წარღვნის შემდგომ ეპოქაზე და უკვე შემდგომი ლექცია, ნუ ამის შემდეგ ან იმის შემდეგ ლექციიდან გადავართ უკვე მომთავრად ისტორიას. მადლობა. Good, this is good. Раз pensavo, პრინციპში ენაზე რო ვთქვა, რაღაც ინფორმაციული უსაფრთხოების თემა შეიძლება გახსოვო, რომ აი უცხო იდეების, ასე ვთქვათ, შემოსვლა, ღირებულებების იდეების, ღირებულებების, რა იწვევს ამ ცივილიზაციის ეროზიას, ხო? თუ არის დაუშვათ წმინდა წერილში ამისი ასე ვთქვათ, წარმატებულად
დაპირისპირების ამასთან წარმატებულად ბრძოლის მექანიზმი. ან იგივე ისრაელის მაგალითი მოყვა, ხო? ხანდახან ისრაელი ამასთან მარცხდება, მაგრამ ხანდახან რა მექანიზმი არის პრაქტიკული. აი სოციუმში რა პოლიტიკებს ატარებენ, რა მეთოდებს იყენებენ, აი მაგაზე შეგვიძლია. კი შემიძლია, მაგრამ ახლა არ დაგელაპარაკებით აუთავარ შემთხვევაში ჩვენი სელექციო კურსი, როდესაც გადავალ ჩვენ საჭმელთა ხანაზე და დავითის ეპოქაზე და ელმა სოლომონის ეპოქაზე ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ხოლმე. ანუ ერთ წინადადებაში ეს ასე არა. უნდა ეს არა ნახავთ ამას აუცილებლად ნახავთ. ჩვენ თქვენს კითხვასთან მოვალთ, როგორც კი მოსეს გარდაცვალების შემდგომ თემა შევეხებით. სულ მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ. ანუ ეს ერთ წინადადებაში ამას ვიტყვი, მაგრამ აზრი არა. აზრი არა. კი ბატონო. კაინს ვისი ეშინია მომკავენობა. გაძმის. ანუ ათასობით არის უკვე. პირდაპირ წერია წინა წელში შეეძლია ადამიანს და ევას სხვა ძეები დასულე. უნდა ბევრი არის. კი. თუმცა არსებობს აზრი რომ აბელმა რო სისხლი დაყვარა, ანუ აბელის სისხლი მიწაკაცმა ამ დროს გადაეწერა მხეცე იმას, რა ქვია, ადამიანს და ადამიანის ხორცის გემო და სისხლის გემო ამ დროს იგება. აზრი უბრალოდ თქვენ კითხვაზე პირდაპირ პასუხი ეს არის თავის დაწმების და კი. ანუ მაგათო გავყვეთ. ესე იგი თვითონ კაინი ამბობს რომ რახან მას მოკლა მის მიმართ სამართლიანია იგივე ქმედების განხორციელება და აქედან მოდის დაუშვათ კანონის კი როგორ კვალიფიკაცია კი ბატონო ოღონდ მარტო ამას არ ეფუძნება ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ ამ ჯულის ელემენტებზე რომ ცოტას ვისაუბრებთ ეს შევიხერხებთ მაგრამ ვიტყვით რომ ჯული მაინც არის ცოდვის გამომაჩინებელი ანუ ის რამაც მე ჯული ასაკეთებს ჯული ასვიკეთებს რაღაცას არ ვაკეთებ იმიტომ რომ მე შეიძლება უარეს გამიკეთებ ჯული ვერ ვცადს ჯული რაღაცას განაკეთებს ეს ის თქვა რომ რაღაც არის რომ დაბაკავებს აი უარეს წეროს იქ რომ სამაგეროს გადამიხდია ხო მე არანაირი საზომი არ მაქვს ატომას არ გავაკეთებდი სხვა სამაგერო დიდი სიამოვნებაა მაგრამ რო ვიცი რომ უკანას მომკლავენ მაშინ დავატოვოს აი დიდი სიამოვნებით მოვიპარავდი მაგრამ მე რო ვიცი რომ ორმას გადამახტევინებენ თუ იქნებ ჯობია რომ ეშენო ჯული მაკავს ან კანონი არ არის კანონი რას უკავშირდება დანაშაულის გაუვრცელებლობას არა დანაშაულის საფრთხეს დანაშაულს ვერ მოსწონს კანონის დანაშაულს სპორტ შინაგანი კანონი ანუ სულიერი კანონი აი სპორტ დანაშაულს მაგრამ ჯული რაც არის გარეგნული კანონი რაც არის ხო ის არ კავს ანუ გავრცელებას უშლის და კი პრევენცია გავრცელებას უშლის ხო მეტი არ აკეთებ დანაშაულს ვერ სპორტს აი როდესაც საუბარია რაღაცის ლეგალიზებაზე ხო აი მე მეუბნებია რა ამის ამ რუშობა მოისპო მაგრამ რუშობა ვერ მოსპო გრიგოლ ხანძთელმა და პეტრე მოციქულმა და მე 21 საუკუნეში რუშობა როგორ უნდა რას ისულელი არა მე უბრალოდ არეალს საზღვრავ გავრცელების პირობებს არ უქმნი მას ჯებირებს უდება მას თორემ მოსპობით რანაირად უნდა მოსპო ან ეს სისიბინძურე და სისაზიზღერული სექსუალურ თვალსაზრისით ამისი პროპაგანდის აკრძალვა ამას კი არ მოსპოს ასისულელია ან როგორ უნდა მოსპოს ქრისტეს მეორების მომდეს ვერ მოისპოვა გამორიცხულია უბრალოდ მიამით ვამბობ რომ გავრცელების არეალს არ ვაძლევ ამას პროცენტულობას ბევრი რამეს არა მარტო პროცენტულობა შეიძლება თაობაზე მაქვს საუბარი თაობისათვის სიცუდის სახელით ვინახავ საზოგადოებრივ დონეზე თორე ჩემო ჯარში მე ამას ყოველთვის გავაკეთებ მაგრამ საზოგადოებრივად ვინახავ საზოგადოებას უქმნი რომლისათვისაც ეს სიცუდია არ არსებობს კი არა სიცუდია უბრალოდ ანუ ჯებირს უკეთებ რაღაცას შეიძლება ესე ვთქვათ, რომ იმაზე მნიშვნელოვანი რამდენად ხშირია სოციუმში მუშობა არის ის, რომ მუშობას მუშობა ქვია და არა თავის ის ახშირებს, პირდაპირ გეუბნები. აი მე მაგალითად მე და თქვენს ხო მუშობა რა არის, ეს არის ხორცის ტკბობა, ხო და ისა უნდა ხო რომელიც რაღაცა მე არ ვარ ყოველთვის მაგრამ ეს წმინდანი, მაგრამ მე ვიცი რომ ამ მუშობას ეს მუშობა სულს დამიზიანებს, ოჯახს დამიზიანებს, შვილებს დამიზიანებს და ხო, ჩემ ხორცეუბნები რომ დაეტია შენადგინოს. ახალი მოგეცეთ ხო? დაეტია შენადგინოს, ხო? ანუ მე მაგ ნიშნული მაგ ორიენტირი მაგ საით უნდა წავიდე. განაისო არ მინდა. როგორ არ მინდა? ანუ ეს არ შეიძლება ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემში სურვილები გაქვს. როგორ გაქვს რა სურვილები? პირიქით, ძლავნობს. რაღაცა რომ ეკრძალება შეიძლება უფრო მინდა. მაგრამ ორიენტირი არ უნდა დავკარგო. რისკენაც უნდა ვიმდიოდე.
გისმენთ თქვენ ბოდიში გისმენთ თქვენი საუბარი გამომდინარე რეალურ მიზანში მიზოჩელებობრიობის თემა რასაც მე ვყვებით ესე გავიგე რომ რაც პრომეტი ადამიანი იქნება ჩახედული ამ საკითხში რა მიზეზები რა შედეგებს იწვევს შესაბამისად ჩვენ ავირიგებთ რაღაცებს ხო იმიტომ რომ თქვენასაც ყვებით ამ შესახებ რომ ადამიანმა არ იცის ხო ეს ინფორმაცია ჩემი მე რომ ადამიანი უნდა მიიღოს და ჩვენ ვიცოდეთ კეთახმებური კავშირია ხო და ღმერთის დავიწყება ახლა ევროპაში როგორ ხდებოდა რომ აქედაც არის რომ ღმერთი მოხვდა ამ საზოგადოებაში და რაციონალიზმი გაიზარდა ხო აი ესეც ერთგვარი რაღაცა გამოძახილებით არის ეს ძალიან საინტერესოა კეთახმებით კი იმიტომ რომ ზოგადად მე პირდაპირ გეტყვით ეს არის ბრძოლა აი ეს არის ყველაზე გამართლებული ბრძოლა აი მაცხოვარი როდესაც მოციქულებს აგზავნის კი სასწაულთ მოქმედების ნიშნავს თავისთავად ცხადია მაგრამ დავალებაში არ ეუბნება სასწაულები აღასრულო დავალებაში ეუბნება იქადაკეთოს სასწაული რაღაცა ძალის გამოუჩინება რაღაცა ისა არის კრიტიკული მომენტების დაზღვევის დეტალი თორემ მათ არ ევალებათ სასწაულების ასრულება ევალებათ ამბისადება ამბის მიტანა ამაში უდიდესი და აი ზოგადად სიტყვა არის ძალიან ძლიერი სიტყვა ითესება შეიძლება იქ ვიღაცაში ეს დაყოფი ხვალ არ გამოიღოს მაგრამ 17 წლის მერე გამოიღოს მაგრამ ის დათესილია უცებად თვითონ სიტყვა სეითი რას ნიშნავს სეითი ნიშნავს რომ რამდენადაც მახსოვს იმას აქვე მოწმუნეს ანუ იმას ხო მოწმუნეს უნდა ნიშნავს რამდენადაც სუსტად ვერ პასუხობ მაგითაზე ბოდიში გიხდით ახლა მომივარდა თავიდან აი ენოშის დროს ნათქვამია რომ დაიწყო ღვთისახელის ხსენება და ენოშის ღვთისახელის ხსენება დაიწყო და ადამიანი ახსენებდა და აბელი ახსენებდა ენოშის დროს ახდება იცით ეს საინტერესო მომენტია საერთოდ გამომჩერდა აი კაინი და აბელოს ხორციდან კაინი და აბელოს ხორციდან ადამიანს მან რა ხდება იცით აი ენოშამდე ხო ყველას აქვს თავის საკურთხეველი ადამიანის თავის საკურთხეველთან დგას სადღაც ეს კაინი და აბელი ერთმანეთის გვერდით საკურთხეველთან კი არ დგას კაინს აქეთ აქვს საკურთხეველი აბელს იქით აქვს საკურთხეველი აი ენოშის დროს როგორ არის იცით უკვე საკურთხეველი არის ერთი მამამთავარი დგას საკურთხეველთან ანუ ერთი მსახური დანარჩენი თანამსახური როგორც საკურთხეველთან ჩვენ ახლა როგორ ავარ საკურთხეველია და საკურთხეველის წინ დგას სასულიერო პირი და მთავარს გულისხმობ თორე მღვდელი არის შემწევ მთავრის მსახურება არის სამღვდელო და სამღვდელო და ჩვენ გავართ უკან ხო ადრე იყო არა უკან დგომა არამედ გარშემო და ისი სიმბოლო იყო ეს რა სასახავდა ეს სუფრის გარშემო იყრებოდა და სუფრაზე ტრაპეზობდა ღმერთი რა ჭალებში თუ არის გამოცემა ეს შრომალობაში იყო თუ არა და უშუალოდ კაინის შრომალები შერეულები რა ნოესთან არ გქარა არა ანუ პრაქტიკულად ნოეს მერე საზოგადოება ის არის სულთა სეითის შრომალები ხო სეითის ტეპსაც უწოდებენ კი როგორ და არავინ აღარ გადარჩენილა კაინის მოდგმიდან ხორცელი მოდგმიდან არა მაგრამ სულიერი მემკვიდრეობა ქამა შემოაპარა კიდობაში ისე როგორც იუდა შევიდა თორბეთ შორის ანუ ეს ყოველთვის იქნება სადამ ქრისტე მეორე დაიმოვა ჩვენ იდეალური შემოისა არ გვექნება ამასთვის ერთი ყოველთვის იქნება კი როგორ კაინის სარეცეთან როლში კაინის ადამიანის სარეცეთან როლში შემოგრებილები ადამ მოხდა რომ ნუიტრები კაინის გავსნა ადამ პრინციპში იცის რა არის ქრისტის საცნო და რა არ არის კი როგორ მაგრამ ახლა რა ინტერესებს ანუ თუ ჩანს სადმე წინა წერილში რომ ადამან თუნდაც მისმა მეუბნებია სადმე აი ეს შეინანა ის რაც მათ აპოკრიფში გვაქვს ადამის სიგნი არის და იქ მთელი ცხოვრება ტირებული ანუ მაინც აქვს ეს აპოკრიფში გვაქვს კი აპოკრიფში გვაქვს ერთი რო შემოახსენე რატომ გერიძლავა სეითის მოდმა კაინის მოდმაზე რაღაცა თქვენ ფაქტობრივად რა მირჩავიჩი შეიძლება არ მithქვამს ხო არ მithქვამს პრინციპში არც მithქვამს ეს კითხვა კაი კითხვა მოდი მეორე ამ მაგალითს მოგიყვანთ და საბოლოოდ დავდოთ დასკვნა ის რაც დასკვნის შესაძლებლობას გვექნება ჩვენ ღმერთი ეუბნება კაინს სანამ აბელს მოკლავს მანამ ცოდვაა ჩასაფრებული მას ტოლვა აქვს შესკენ შენ კი ბატონობდნენ მასზე რატო ვერ გაბატონდა კაინი ცოდვას კაინს ეუბნება ხო კაინს ეუბნება რატო ვერ გაბატონდა კაინი ცოდვას კაინი ვერ კაინო ცოდვას კაინი თუ მოახერხებდა ცოდვაზე გაბატონებას ქრისტეს შობა კართა შუაში აღარ იქნება
საჭირო პარკერი. კაინი ვერ გაბატონდა მოძღვრებას. კაინს აქვს ერთადერთი საშუალება, ცოდვა არ დაიამხანა, თორემ ცოდვაზე ბატონობის საშუალება არ აქვს. ეს დაცემული იყო. მე აღარანაირი ძალა არ აქვს, სანამ ქრისტე არ მოვადა ნათლისღების ემბაში, მე არ შევიბოსავ. ახალ სახელს ქრისტეს არ შევიბოსავ, სული წმინდის მაცხოვნებლობით არ ამუშავდება ჩემში. მე არანაირი ძალა არ მაქვს ცოდვაზე გაბატონების. ეს არის რომ დისტანცირება მოახდინოს, ანუ სინდისის ხმა არის, რომელთაც აი წინ აფრთხილებს, რომ შეუამხანაგდი აი ამ ცოდვას, ხო, მაშინ ეს ცოდვა შენზე, შენ ყველაფერს, ანუ ცოდვაზე გამარჯვებას კი ვერ მოახერხებ, მაგრამ ცოდვასთან დაუმეგობრებლობას თავის დავაცხადი ახერხებ. აი ასკეტური ლიტერატურაში ჩვენ რა გვაქვს? ასკეტური ლიტერატურაში რა არის საინტერესო, რომ აზრი არ არის ცოდვა. აზრთან შეამხანაგები, იბადება ცოდვა და უკვე აი შენ აი მაგალითად იმას ერთ-ერთი ის არის მამა მოვსის თავის მოწაფეს ეუბნება რომ აზრები მაწუხებს. ეს მამა ეუბნება წარმოიდგინეო სიხარ კელიაშიო და გარეთ ქარიშხალია. შენ თმა აწეწილი გაქვს თუ არა? არა, რატომ? იმიტომ რომ კელიაში და ქარიშხალი რო არისო, რომ ხო კელიაში ვზივარ. აი ესე უნდა კონდეს ხო. ეს აზრებს უითხრიებს. არ უნდა შემოუშვა, არ უნდა დაამკვიდრო. შენაო გაქვსო საშუალებაო, ჩიც ბუდი არ გააკეთები რომ შენ კელიაშიო და აფრინო ის. მაგრამ ჩიცის ბუდის კეთებას ვერ მოაშლები, თორსა ეს ბუდეს გააკეთე, მაგრამ შენთან არ გააკეთები ის. ანუ აზრთან, აი ამ ცოდვილ აზრთან შეამხანაგება. მთელი ტრაგედია ასკეტური ლიტერატურაში ძალიან კარგად აჩვენებს. პირდაპირ ამ სიტყვებით არ არის დათქმა, კარგად აჩვენებს. მთელი ტრაგედია ადამიანის სულიერი ცხოვრების დაიწყება სიტყვებით მერე რა მოხდა. არა უშავს. აი აქედან იწყება, ეს არის გზავნილი, რომელსაც გველი უგზავნის ყველას absolutely. მერე რა მოხდა, არა უშავს. აქედან იწყება. შეიძლება მართლა მერე რა მოხდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში 99%-ში ეს არის სტარტი რა, ისკენ. აი ღმერთი მაპატიებს, კი გაპატიებს, მაგრამ იმიტომ არა შეუაბორებით და შეუაკეთებინით. იმიტომ არ გაპატიებს. იმიტომ რომ ისაა სიყვარული და იმან იცის რა გააკეთოს. ანუ ხშირად არის ხო, ვისაც ქრისტიანი ლოცულობს და ღმერთს ეუბნება უფალო შემიწყალები და ამას ეუბნება იმის ფონზე, ვისაც თავისუფლად ამბობს, რომ ღმერთი მაპატიებს, მე რა მოხდა. ის შეიწყალებს, მაგრამ შეიწყალებს უმძიმესი მკურნალობით. აი განსაცდელები მოდის და მოდის, იმიტომ რომ შეიწყალებს. ისმინა მისი ლოცვა, უფალო შემიწყალი ისმინა ჩემი ლოცვა. და ჩემი შეწყალება მოდის ამ განსაცდელებით. და ჩემი სულის მკურნალობა უნდა მივხვდე, რომ აი რომ ბრუშობდი, აი რომ კარიერის წინსვლისათვის ყველაფერს კადრულობდი და თან წმინდა ნიკოლოზს ვევედრებოდი ამისათვის. აი შედეგი. ეს თეზა ყველას თქვით სამართლიანობის და სიყვარულის ალბათ სადღაც ერთ-ერთი ესეთი პაულის ნიშანი იყო. ღმერთთან. ანუ ჩემთან და თქვენთან ვერა. სამართლიანობა და უმაღლესი სიყვარულის შორის ყოველთვის ნიშანი შეიძლება დაისვას ღმერთში. ღმერთში, მხოლოდ მასთან. ჩვენ ქმნილება ამას ვერ ახერხებს. აი მაგალითად ხო, ბევრი მაგალითიც მნაწერია, მაგრამ აი ეს ესეთი მაგალითი რომ ვიღაცამ წამარდა ვიღაცა მომპარეს მობილი, ხო? მე კანონის წინაშე თან ვიცი არის, ხო, კანონის წინაშე ვალდებული ვარ. ეს ვამხილო და სამართლიანი ვიქნები, როდესაც მე ამის იმას დავში, ამით თქვენს დაგიცავთ, სხვასაც დავიცავ და ხო, მაგრამ თუ კი მაქვს სულში ასე და ღმერთმა შეუძლეს ახლა მობილოს ხარ გადავყავ, ხარ გაუგზავნებს ხოლმე, ხო? ცოტა სიყვარულით, მას სამართლიანად დამოვიწყე. ძალიან ძნელია ჩემთვის თანადროულად ვიყო ორივე. ხო, შეიძლება ახლა ვიღაცა თქვა, შეიძლება გამოჩნდეს ვიღაცისთვის რაღაცა, მაგრამ შინაგანად მექნება სხვა დამოკიდებულება. მე ვიტყვი რომ აი ესე უნდა მოუწეულიყავ და ესე მოგეცი. სიყვარულს ვაბიوار. აი ღმერთი ეს არის. აი ღმერთი როდესაც განკაცდება, აი წინა მომთალ ლიტერატურას გადავყევ თვალი. ორივეზე ლაპარაკობენ, აი იბნევი, სამართალი იყო თუ ორივე იყო. სამართალში იყო სიყვარული, მხოლოდ იქ არის ეს ტოლობა, სხვაგან გამორიცხული აბსოლუტურად. ეს თეზა გამოგრძელოთ, ესე იგი დაუშვათ მართლს, რომლის თავარი ფუნქცია სამართლია ის განკარგვა აპრიორი განცირული არ უნდა. არა, ის თავისი საქმისადმი სიყვარულით ვალდებულია ხმალი ეკიდოს და სამართალი განაგოს. ის ვალდებულების ქვეშ. ან მას სიყვარულს სხვა რაღაცის. თავისთავად ხადე, ამას სიყვარულის მისი საქმის მოვალეობის აღსრულებისადმი აქვს სიყვარული. ღმერთმა დაადგინა, რომ ხმალი ეკიდოს პავლე მოციქული. რა მოინტერესებს აი მართლთან დაკავშირებით იგი ბიზანტიაში იმპერატორი ქრისტიანული თვალსაზრისით ვინ იყო ქრისტიანობა აღიარებს რომ შეიძლება ეს კურთხეულია იმპერატორი და
რა ფიგურაა ანუ იმპერატორი ქრისტიანულად იგულისხმება რომ უნდა იყოს იმპერატორი თუ რა ჩვენ ვილაპარაკოთ ამაზე ხონდათ ცოტა მოგვიანებით იმიტომ რომ იმპერატორმა თავისი ტიტულატურა წამოიღო წარმართი იმპერატორისაგან იმერა კურთხევა ხო ხდებოდა გასაგებია კურთხევა ხდებოდა მაგრამ ის პოლიტიკური ლიდერიც იყო იმპერატორს დაუტოვეს ეპისკოპოსის ტიტული ეპისკოპოსის ტიტული დაუტოვეს როგორც უზენაესი ქულუმი იყო რომის იმპერატორი ეს ქულუმის ტიტული მემკვიდრეობით კონსტანტინემაც მიიღო თეოდოსიმაც მიიღო იუსტინე ყველა მიიღო ეს ტიტული მაგრამ დაამატეს გარეშე საქმით ეს გარეშე საქმით რაც ისოს ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გვქრება ჩვენ საუბარი то იმიტომ იმპერატორი ღვთისმსახური ოღონდ გარეშე საქმით ეპისკოპოსია მეფე ჩვენთან და იმპერატორი იქ რამით განსხვავდებოდა იგივე ხონდა მასშტაბებში აკავშირა ანუ საქართველოს მეფის ასე განხილავ ეგ წარმოგიდგენთ მაგრამ ის ამავდროულად არის ღვთისმსახურია აუცილებლად ღვთისმსახური მაგრამ მოდი აქ ამით დავასრულოთ მოდი ერთ მაგალითს საფიქრალად ერთ მაგალითს გაგიტოვებთ აი მიიღო ქრისტიანობა კონსტანტინემ და მიიღო ქრისტიანობა მირიამ თითქმის ერთი ეპოქა ხო მირიამმა მიიღო თუ არა ქრისტიანობა ინათლება ეგრევე და ინათლება მთელი ქართლი კონსტანტინე სიკვდილის წინამდე ნათლობას ვერ ბედავს აი ეს განსხვავება გააკეთეთ რატო ბედავს მირიამი და თუ ვერ ბედავს კონსტანტინე ძალიან დიდი პიროვნება დიდი ღვთისმეტყველი არასო ყოფილა მაგრამ ძალიან დიდი პიროვნება იმიტომ რომ ნინო გააკეთეს არა იმიტომ რომ ქრისტიანი იმპერატორი ძალიან ბევრ კითხვას იწვევდა ქრისტიანი იმპერატორი ნიშნავს იმპერიის ქრისტიანობას მირიანის ნიშნავს ქართლის ქრისტიანობას იქ ამას ვერ ბედავენ და აქ წინააღმდეგ არამერი არ არის ძალიან სხვადასხვა დეტალია აქ და თორე იმპერიის მართველი ხო საწმუნოებას აი თუმცა აქ იმპერიას აუცილებლად დიდი საცდურები და ბოლოს ინგრევა აუცილებლად იმიტომ რომ როგორც წესი უნდა თუ არ უნდა საწმუნოებას აყენებს პოლიტიკის იმაში სამსახურში აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენთან ქრისტიანობა შემოვიდა თუ არა პოლიტიკა ჩადგა საწმუნოების სამსახურში რაც დავითო ყველაზე მაღალ დონეზე იყო და ჭონდიდი კარგი დავასრულოთ